წარმოიდგინეთ, რომ ამ წამს, როცა თქვენ კითხულობთ ამ სიტყვებს, თქვენი ქალაქის ქვეშ, ასფალტის, ბეტონის და მიწის ფენების ქვეშ 2 კილომეტრის სიღრმეზე იმალება ქვა. უბრალო ქვა, რომელიც წარმოიქმნა 50 მილიონი წლის წინ. ამ ქვაში არის ნახშირბადის ატომები, იგივე ატომები, რომლებიც ოდესღაც შეიძლება ყოფილიყვნენ სხვა ქალაქის ნაწილი, სხვა ცივილიზაციის, სხვა ადამიანის. და ეს ქვა არაფერს გეტყვით ამის შესახებ. იგი ინახავს სრულყოფილ დუმილს. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ 50 მილიონი წლის შემდეგ, როდესაც ჩვენი ყველა ქალაქი გახდება ზუსტად ასეთი ქვები, ვიღაც სხვა დგება იქ, სადაც ახლა თქვენ დგახართ და დაისვამს იმავე კითხვას. ვიყავით ჩვენ პირველები. ეს არ არის ფანტასტიკა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული სამეცნიერო ჰიპოთეზა, რომელიც ოდესმე ჩამოყალიბდა. 2018 წელს NASA-ს გოდარდის კოსმოსური ფრენების ცენტრში ასტროფიზიკოსმა ადამ ფრანკმა და პალეოკლიმატოლოგმა გევინ შმიტმა გამოაქვეყნეს სტატია, რომელმაც შეცვალა ჩვენი წარმოდგენა დედამიწის ისტორიაზე. მაგ დაუსვეს კითხვა, რომელიც ჟურნალისტებმა უწოდეს სილურიული ჰიპოთეზა, ბრიტანული სატელევიზიო სერიალის დოქტორ ჰუს პატივსაცემად, სადაც გამოჩნდნენ ხვლიკების მსგავსი გონიერი არსებები, რომლებიც ცხოვრობდნენ დედამიწაზე ადამიანებამდე. მაგრამ ფრანკისა და შმიტის კითხვა არ იყო ფანტასტიკური. ისინი ჰკითხავდნენ, თუ ინდუსტრიული ცივილიზაცია არსებობდა დედამიწაზე 50 ან 100 მილიონი წლის წინ, რა მტკიცებულება დარჩებოდა მისგან დღეს? და პასუხი იყო შემაძრწუნებელი. თითქმის არაფერი. დაფიქრდით ამაზე ერთი წუთით. ჩვენი მთელი ცივილიზაცია, ყველა ცათამბჯენი, ყველა ქალაქი, ყველა გზა, ყველა პლასტმასის ნაჭერი, ყველა ბირთვული ელექტროსადგური, ყველაფერი ეს გაქრება თითქმის სრულად მხოლოდ რამდენიმე მილიონი წლის განმავლობაში. გეოლოგიური დროის მასშტაბით ეს არის თვალის დახამხამება. დედამიწას აქვს 4 მილიარდ 600 მილიონი წლის ისტორია. ჩვენი ინდუსტრიული ცივილიზაცია არსებობს მხოლოდ 200 წელზე ნაკლები ხნის განმავლობაში. ეს თანაფარდობა იმდენად უზარმაზარია, რომ ჩვენი გონება ვერ ითვისებს მას. წარმოიდგინეთ, რომ დედამომ დედამიწის მთელი ისტორია შეკუმშულია 1 წელში. ამ შემთხვევაში მთელი ადამიანური ცივილიზაცია, ყველა იმერია, ყველა ომი, ყველა აღმოჩენა მოხდებოდა ბოლო 4 წამის განმავლობაში, დეკემბრის 21-ის შუაღამემდე. ხოლო ინდუსტრიული რევოლუცია ბოლო ნახევარი წამი. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ ამ წლის დასაწყისში, იანვრის 1 რიცხვს, არსებობდა სხვა ცივილიზაცია. ისინი ჰქონდათ ქალაქები, ტექნოლოგიები, შეიძლება კი კოსმოსური პროგრამებიც. მაგრამ ივლისში ისინი გაქრნენ. რა დარჩებოდა მათგან დეკემბრის 21-ის შუაღამისთვის? რა შეძლებდით იპოვოთ თქვენ თუ ეძებდით? ეს არის ის კითხვა, რომელიც ადამ ფრანკმა დაუსვა საკუთარ თავს 2016 წელს. მან იმუშავა გევინ შმიტთან ერთად, ადამიანთან, რომელიც ხელმძღვანელობს NASA-ს გოდარდის ინსტიტუტს კოსმოსური კვლევებისთვის და არის ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტი დედამიწის კლიმატის ისტორიაში. ისინი არ ეძებდნენ ხვლიკების მსგავს არსებებს. ისინი ეძებდნენ მეთოდს, გზას, რომლითაც შეიძლებოდა გამორიცხვა ან დადასტურება ძველი ინდუსტრიული ცივილიზაციის არსებობა. და რაც მათ აღმოაჩინეს, შეცვალა ყველაფერი. პირველი, რაც ისინი გააკეთეს, იყო ჩვენი საკუთარი ცივილიზაციის ანალიზი. რა კვალს ტოვებს ადამიანობა დედამიწაზე? რა იქნება ის, რაც შეინარჩუნდება მილიონობით წლის განმავლობაში? პასუხი გაოცებული. თითქმის არაფერი, რასაც ჩვენ თვლით ცივილიზაციად, არ გადარჩება. ცათამბჯენები გაქრებული 10,000 წლის განმავლობაში. ქალაქები, ეროზია მათ გაანადგურებს 100,000 წლის განმავლობაში. გზები, ხიდები, აეროპორტები, ყველაფერი ეს არის მხოლოდ ბეტონი და ფოლადი, რომლებიც დაიშლება და გადაიქცევა მინერალებად. თუნდაც ჩვენი ბირთვული ნარჩენები, რომლებიც რადიოაქტიურია 10,000-ობით წლის განმავლობაში, საბოლოოდ დაიშლება და გახდება განურჩევადი ბუნებრივი რადიოაქტიური ელემენტებისგან. მაგრამ რაღაც მაინც რჩება. და ეს რაღაც არის ის, რაც ფრანკმა და შმიტმა უწოდეს გეოქიმიური ხელმოწერა. როდესაც ინდუსტრიული ცივილიზაცია არსებობს, იგი ცვლის პლანეტის ქიმიას. ჩვენ ვწვალთ ნახშირს, ნავთობს, გაზს და ეს ათავისუფლებს ნახშირორ ჟანგს ატმოსფეროში. ჩვენ ვაწარმოებთ პლასტმას და პლასტმასის მიკროსკოპული ნაწილაკები ვრცელდება მთელ პლანეტაზე. ჩვენ ვიყენებთ სასუქებს და ეს ცვლის აზოტის ციკლს. ჩვენ ვამოწმებთ ბირთვული იარაღს და ეს ტოვებს რადიოაქტიურ იზოტოპებს. ყველა ეს ცვლილება ჩაიწერება დედამიწის ქანებში, ნალექებში, ყინულის ბირთვებში. და აქ იწყება დეტექტიური გამოძიება. ფრანკმა და შმიტმა დაიწყეს ძველი ნალექების შესწავლა, ქანები, რომლებიც წარმოიქმნა მილიონობით წლის წინ. ისინი ეძებდნენ ანომალიებს, უჩვეულო ნახშირბადის თანაფარდობებს, უცნაურ ქიმიურ ხელმოწერებს.
რაიმეს, რაც არ შეესაბამებოდა ბუნებრივ პროცესებს. და რაც მათ იპოვეს, იყო ერთდროულად დამამშვიდებელი და შემაშფოთებელი. ბელი. დამამშვიდებელი იყო ის, რომ ისინი ვერ იპოვეს მკაფიო მტკიცებულება ძველი ინდუსტრიული ცივილიზაციის არსებობისა. მაგრამ შემაშფოთებელი იყო ის, რომ ისინი აღმოაჩინეს, თუ ასეთი ცივილიზაცია არსებობდა 50 ან 100 მილიონი წლის წინ, ჩვენ შეიძლება უბრალოდ ვერ შევძლოთ მისი აღმოჩენა ჩვენი არსებული მეთოდებით. გეოლოგიური ჩანაწერი იმდენად არასრულია, რომ მთელი ცივილიზაციები შეიძლება გაქრნენ მისი ცარიელი ადგილებიდან, პერიოდებიდან, რომლებზეც ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს კარგი ქანები. წარმოიდგინეთ ეს ასე. თქვენ გაქვთ წიგნი, რომელიც მოგვითხრობს დედამიწის ისტორიას, მაგრამ ეს წიგნი არ არის სრული. მისგან ამოგლეჯილია გვერდები, ბევრი გვერდი. ზოგიერთი თავის სრულიად ნაკლულია. და რაც უფრო ძველ ისტორიას უბრუნდებით, მით უფრო მეტი გვერდი აკლია. პალეოცენ-ეოცენის თერმული მაქსიმუმი, პერიოდი 46 მილიონი წლის წინ, როდესაც დედამიწის ტემპერატურა მკვეთრად გაიზარდა, წარმოდგენილია მხოლოდ რამდენიმე ადგილას პლანეტაზე. კრედას პერიოდი, როდესაც დინოზავრები ბატონობდნენ, ჩვენთვის ცნობილია მხოლოდ ფრაგმენტებიდან. ეხლა დაფიქრდით ამაზე. თუ ჩვენი ცივილიზაცია გაქრებოდა დღეს და ვიღაცა ეძებდა მას 50 მილიონი წლის შემდეგ, რა შანსი ექნებოდა მათ იპოვონ ზუსტად ის ქანები, რომლებიც შეიცავენ ჩვენს კვალს? ფრანკისა და შმიტის გამოთვლებით ეს შანსი არის საოცრად დაბალი. გეოლოგიური ჩანაწერი ინახავს დაახლოებით 1%-ს დედამიწის ზედაპირიდან ნებისმიერ მოცემულ დროში. ეს ნიშნავს, რომ თუ ძველი ცივილიზაცია იყო კონცენტრირებული გარკვეულ რეგიონებში, ისევე როგორც ჩვენი ცივილიზაცია კონცენტრირებულია ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, მთელი ეს რეგიონები შეიძლება უბრალოდ არ იყოს წარმოდგენილი ძველ ქანებში. მაგრამ ფრანკი და შმიტი არ შეჩერებულან აქ. ისინი წავიდნენ უფრო შორს. ისინი კითხავდნენ, რა არის ის მინიმალური კვალი, რომელიც აუცილებლად უნდა დარჩეს ინდუსტრიული ცივილიზაციისგან. და აქ ისინი მივიდნენ ფასდაუდებელ დასკვნამდე. ნებისმიერი ინდუსტრიული ცივილიზაცია, არ აქვს მნიშვნელობა რამდენად განვითარებულია იგი, უნდა იყენებდეს ენერგიას. და ენერგიის გამოყენება ტოვებს კვალს. როდესაც თქვენ წვავთ ნახშირს ან ნავთობს, თქვენ არა მხოლოდ ათავისუფლებთ ნახშირორ ჟანგს. თქვენ ასევე ცვლით ნახშირბადის იზოტოპურ შემადგენლობას ატმოსფეროში. ნახშირბადს აქვს ორი სტაბილური იზოტოპი, ნახშირბადი 12 და ნახშირბადი 13. ორგანინული ნახშირბადი, რომელიც ოდესღაც იყო ცოცხალი ორგანიზმების ნაწილი, შეიცავს ოდნავ მეტ ნახშირბადს 12-ს, ვიდრე ნახშირბადს 13-ს. როდესაც თქვენ წვავთ ნავთობს ან ნახშირს, რომლებიც არიან ძველი ორგანული მასალა, თქვენ ათავისუფლებთ ამ მსუბუქ ნახშირბადს ატმოსფეროში. და ეს ცვლის მთელი პლანეტის ნახშირბადის იზოტოპურ ხელმოწერას. ეს ხელმოწერა ჩაიწერება ყველაფერში, ოკეანის ნალექებში, ქანებში, ნიადაგში, თუნდაც ხეების რგოლებში. და ის შეიძლება შენარჩუნდეს მილიონობით წლის განმავლობაში. ფრანკმა და შმიტმა გამოთვალეს, თუ ინდუსტრიული ცივილიზაცია არსებობდა მხოლოდ რამდენიმე ასეული წლის განმავლობაში, ისევე როგორც ჩვენი, და დაწვა საკმარისი რაოდენობის ნახშირბადი, ეს უნდა დატოვოს აღმოჩენადი სიგნალი გეოლოგიურ ჩანაწერში. მაგრამ აქ არის პრობლემა. ბუნება თავად ასევე ტოვებს ასეთ სიგნალებს. ვულკანური ამოფრქვევები ათავისუფლებს უზარმაზარ რაოდენობის ნახშირორ ჟანგს. ოკეანის ცირკულაციის ცვლილებები ცვლის ნახშირბადის ციკლს. მეტეორიტების დაცემა იწვევს გლობალურ კატასტროფებს. როფებს. როგორ განასხვავებთ ბუნებრივ კატასტროფას ტექნოლოგიური ცივილიზაციის კოლაფსისგან? ფრანკმა და შმიტმა იპოვეს პასუხი. თქვენ უნდა ეძებოთ კომბინაციას სიგნალებისა. არა მხოლოდ ნახშირბადის ანომალია, არამედ ნახშირბადის ანომალია პლუს პლასტიკის მიკრონაწილაკები, პლუს სინთეზური ქიმიკატები, პლუს რადიოაქტიური იზოტოპები, პლუს მეტალების კონცენტრაცია. ეს კომბინაცია იქნებოდა თითქმის შეუძლებელი ბუნებრივად წარმოქმნილიყო. ეს იქნებოდა მწვანე ბარათი, უდავო მტკიცებულება ტექნოლოგიური ცივილიზაციისა. და აქ ისტორია ხდება ნამდვილად საინტერესო. რადგან როდესაც ფრანკი და შმიტი დაიწყეს ძველი გეოლოგიური მოვლენების შესწავლა, პერიოდები, როდესაც დედამიწაზე მოხდა რაღაც დრამატული, ისინი იპოვეს რამდენიმე ანომალია, რომლებიც არ შეესაბამებოდა სულად ბუნებრივ ახსნებს. აიღეთ პალეოცენ-ეოცენის თერმული მაქსიმუმი. 46 მილიონი წლის წინ, დაახლოებით 5000 წლის განმავლობაში, დედამიწის ტემპერატურა გაიზარდა 5-დან 8 გრადუსით ცელსიუსით. ეს არის უზარმაზარი ცვლილება გეოლოგიური სტანდარტებით. რა გამოიწვია ეს? ოფიციალური ახსნა არის ვულკანური აქტივობა და მეთანის ჰიდრატების გათავისუფლება ოკეანის ფსკერიდან. მაგრამ ზუსტი მექანიზმი ჯერ კიდევ არის დებატების საგანი.
ნახშირბადის იზოტოპური ხელმოწერა ამ პერიოდში აჩვენებს მკვეთარ ცვლილებას, ზუსტად ისეც, როგორიც იქნებოდა, თუ ვიღაც დაცვა უზარმაზარი რაოდენობის ორგანული ნახშირბადი. ან აიღეთ ტრიასის იურის გადასვლა. 201 მილიონი წლის წინ დაახლოებით 40% ყველა სახეობისა გაქრა. რა მოხდა? ვულკანური ამოფრქვევების სიბირში, მეტეორიტის დაცემა, ოკეანის ანოქსია. ყველა ეს ფაქტორი შეიძლება ითამაშა როლი, მაგრამ ზუსტი თანმიმდევრობა მოვლენებისა ჯერ კიდევ არის გაუგებარი. ფრანკი და შმიდტი არ ამბობენ, რომ ეს მოვლენები გამოწვეული იყო ძველი ცივილიზაციებით. ისინი ამბობენ რაღაც უფრო ფუნდამენტურს. ჩვენ არ შეგვიძლია გამოურიცხოთ ეს შესაძლებლობა ჩვენი არსებული მონაცემებით. გეოლოგიური ჩანაწერი იმდენად არასრულია, რომ მთელი ცივილიზაციები შეიძლება იყოს დამალული მის ცარიელ ადგილებში. მაგრამ რატო უნდა ვიფიქროთ, რომ ასეთი ცივილიზაციები საერთოდ შეიძლება არსებობდნენ? რა არის ის, რაც საჭიროა ინტელექტის განვითარებისთვის? და აქ ჩვენ უნდა დაუბრუნდეთ ევოლუციის ისტორიას, არა ადამიანის ევოლუციას, არამედ ინტელექტის ევოლუციას როგორც ასეთს. ინტელექტი არ არის უნიკალური ადამიანისთვის. ის არის ადაპტაცია, გზა გადარჩენისა და რეპროდუქციისთვის. და ეს ადაპტაცია განვითარდა დამოუკიდებლად მრავალჯერ დედამიწის ისტორიაში. ვორცხლები აშენებენ კაშხლებს და ცვლიან მდინარეების დინებას. ჭრიჭინები ფერმერობენ სოკოებს მილიონობით წლის განმავლობაში. დელფინები იყენებენ ინსტრუმენტებს და ასწავლიან ერთმანეთს კულტურულ ტრადიციებს. ვრანები წვეტენ რთულ პრობლემებს, რომლებიც მოითხოვს მრავალსაფეხურიან დაგეგმას. მაგრამ არც ერთი ამ სახეობისგან არ განავითარა ტექნოლოგია ჩვენი დონის. რატომ? რა არის ის უნიკალური კომბინაცია ფაქტორებისა, რომელმაც გამოიწვია ადამიანის ტექნოლოგიური ცივილიზაცია? პირველი ფაქტორია ხელები. ჩვენ გვაქვს მანიპულატორები, რომლებიც შეუძლიათ ინსტრუმენტების შექმნა და გამოყენება. მაგრამ ვრანებსაც აქვთ ნისკარტები, რომლებიც შეუძლიათ ინსტრუმენტების გამოყენება. ვორცხლებს აქვთ კბილები და თათები, რომლებიც შეუძლიათ ხის დამუშავება. ასე რომ მანიპულატორები მარტო არ არის საკმარისი. მეორე ფაქტორია სოციალური ორგანიზაცია. ჩვენ ცხოვრობთ დიდ ჯგუფებში, ვთანამშრომლობთ, ვიზიარებთ ინფორმაციას. მაგრამ ჭრიჭინებს აქვთ კოლონიები, მილიონობით ინდივიდით. მგლებს აქვთ რთული სოციალური სტრუქტურები. ასე რომ სოციალური ორგანიზაცია მარტო არ არის საკმარისი. მესამე ფაქტორია ენა. ჩვენ შეგვიძლია გადავცეთ რთული იდეები სიტყვებით. მაგრამ დელფინებს აქვთ რთული ვოკალურ-კოკალური კომუნიკაცია. ფრინველებს აქვთ სიმღერები, რომლებიც გადაეცემა კულტურულად. ასე რომ ენა მარტო არ არის საკმარისი. რა არის ის, რაც ხდის ადამიანებს უნიკალურს? ფრანკისა და შმიდტის აზრით ეს არის კომბინაცია ყველა ამ ფაქტორისა პლუს ერთი კრიტიკული ელემენტი – ცეცხლი. ადამიანები არიან ერთადერთი სახეობა, რომელმაც ისწავლა ცეცხლის კონტროლი. და ეს შეცვალა ყველაფერი. ცეცხლმა მოგცა წვდომა ენერგიაზე. ის საშუალებას გვაძლევს მოვამზადოთ საკვები, რაც ზრდის მის კვებით ღირებულებას და ამცირებს საჭირო დროს მის მოპოვებაზე. ის გვიცავს ცივისგან, რაც საშუალებას გვაძლევს დავიკავოთ ახალი ტერიტორიები. ის გვიცავს მტაცებლებისგან. ის გვაძლევს შესაძლებლობას გავამუშაოთ მასალები, თიხა, ლითონი, მინა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, ცეცხლი არის პირველი ნაბიჯი ენერგიის გარდაქმნის კიბეზე. როდესაც თქვენ ისწავლით ხის წვას, თქვენ ისწავლით ქიმიური ენერგიის გარდაქმნას სითბოდ და შუქად. ეს არის იგივე პრინციპი, რომელიც ამოძრავებს ორთქლის ძრავებს, შიდა წვის ძრავებს, ელექტროსადგურებს. ცეცხლი არის კარიბჭე ტექნოლოგიისკენ. ახლა დაფიქრდით ამაზე. რამდენი სახეობა შეიძლება განავითარა უნარი ცეცხლის კონტროლისთვის? ეს მოითხოვს რამდენიმე წინაპირობას. თქვენ უნდა იყოთ სახმელეთო ცხოველი. ცეცხლი არ მუშაობს წყალქვეშ. თქვენ უნდა გქონდეთ მანიპულატორები. თქვენ უნდა შეძლოთ ხის შეგროვება და ცეცხლის მოვლა. თქვენ უნდა იყოთ საკმარისად ინტელექტუალური. თქვენ უნდა გაიგოთ მიზეს შედეგობრივი კავშირი ცეცხლსა და სითბოს შორის. და თქვენ უნდა იყოთ სოციალური. ცეცხლის კონტროლი არის უნარი, რომელიც გადაეცემა კულტურულად, არა გენეტიკურად. ეს არის ძალიან სპეციფიკური კომბინაცია. მაგრამ ის არ არის შეუძლებელი. და აქ არის ის, რაც ხდის სილურიულ ჰიპოთეზას ნამდვილად საინტერესოს. თუ ეს კომბინაცია განვითარდა ერთხელ, ჩვენში, რატომ არ შეიძლება ის განვითარებულიყო ადრე? რა არის ის, რაც ხდის ადამიანებს აბსოლუტურად უნიკალურს დედამიწის 4 მილიარდ 600 მილიონ წელში? პასუხი შეიძლება იყოს არაფერი. ჩვენ შეიძლება არ ვიყოთ უნიკალურები. ჩვენ შეიძლება ვიყოთ უბრალოდ უახლესი იტერაცია პროცესისა, რომელიც მოხდა ადრეც. მაგრამ თუ ეს ასეა, სად არიან ისინი? სად არის მტკიცებულის მტკიცებულება ძველი ცივილიზაციებისა?
და აქ ჩვენ მივდივართ ერთ-ერთ ყველაზე ფასცინაციურ ასპექტამდე სილურიული ჰიპოთეზისა. იდეამდე, რომ ცივილიზაციები თვითგანადგურებადი შეიძლება იყვნენ. დაფიქრდით ჩვენ საკუთარ ცივილიზაციაზე. ჩვენ არსებობთ მხოლოდ რამდენიმე ასეული წლის განმავლობაში ინდუსტრიულ ფორმაში. და უკვე ჩვენ ვაწყდებით ეგზისტენციურ საფრთხეებს: კლიმატის ცვლილება, ბირთვული იარაღი, ბიოლოგიური საფრთხეები, ხელოვნური ინტელექტი. ჩვენ არ ვიცით, გადავრჩებით თუ არა მომდევნო ასეულ წელს. და თუ არ გადავრჩებით, რა დარჩება ჩვენგან? ფრანკმა და შმიდტმა გამოთვალეს. თუ ცივილიზაცია არსებობს მხოლოდ რამდენიმე ასეული ან რამდენიმე 1000 წლის განმავლობაში, მისი გეოლოგიური კვალი იქნება ძალიან მცირე. ის შეიძლება იყოს აღმოჩენადი, მაგრამ მხოლოდ თუ თქვენ იცით, სად უნდა ეძებოთ და რას უნდა ეძებოთ. და თუ ასეთი ცივილიზაციები თვითგანადგურებადი არიან, თუ ისინი ყოველთვის ანადგურებენ საკუთარ თავს, 1000 ან 2000 წლის შემდეგ ინდუსტრიალიზაციის დაწყებიდან, მაშინ შეიძლება იყოს ათობით ან ასობით ასეთი ცივილიზაციები დედამიწის ისტორიაში და ჩვენ არასოდეს ვიპოვით მათ კვალს. ეს არის შემაშფოთებელი აზრი. ის გულისხმობს, რომ ინტელექტი შეიძლება იყოს თვითგანადგურებადი ადაპტაცია, რომ ნებისმიერი სახეობა, რომელიც ხდება საკმარისად ჭკვიანი ტექნოლოგიის შესაქმნელად, ასევე ხდება საკმარისად ჭკვიანი საკუთარი თავის განსანადგურებლად. და რომ ეს შეიძლება იყოს უნივერსალური ნიმუში, არა მხოლოდ დედამიწაზე, არამედ მთელ სამყაროში. მაგრამ არსებობს სხვა შესაძლებლობაც. შესაძლებლობა, რომელიც უფრო ოპტიმისტურია და უფრო საინტერესო. რომ ზოგიერთი ცივილიზაცია გადარჩება, რომ ისინი სწავლობენ, როგორ იცხოვრონ მდგრადად, რომ ისინი გადადიან ახალ ფაზაში, სადაც ისინი აღარ ტოვებენ დიდ გეოლოგიურ კვალს, რადგან ისინი აღარ წვავენ ნახშირბათს და აღარ ანადგურებენ პლანეტას. ასეთი ცივილიზაცია იქნებოდა თითქმის უხილავი გეოლოგიურ ჩანაწერში. ის იქნებოდა ცივილიზაცია, რომელიც ცხოვრობს ჰარმონიაში პლანეტასთან, იყენებს განახლებად ენერგიას, არ ტოვებს ნარჩენებს. ასეთი ცივილიზაცია შეიძლება არსებობდეს მილიონობით წლის განმავლობაში და არ დატოვოს თითქმის არანაირი კვალი. და აქ ჩვენ მივდივართ ერთ-ერთ ყველაზე ღრმა კითხვამდე სილურიული ჰიპოთეზისა. რა არის ცივილიზაციის მიზანი? არის თუ არა ის უბრალოდ ზრდა და ექსპანსია, სანამ არ ამოწურავს რესურსებს და არ განადგურებს საკუთარ თავს? თუ არის რაღაც უფრო მაღალი, მდგრადობა, ჰარმონია, გრძელვადიანი გადარჩენა? ფრანკი და შმიდტი არ იძლევიან პასუხებს ამ კითხვებზე. ისინი მხოლოდ აყენებენ მათ. მაგრამ თავად კითხვების დასმა სulis ჩვენს პერსპექტივას. ის გვაიძულებს ვიფიქროთ ჩვენ საკუთარ ცივილიზაციაზე არა როგორც უნიკალურ მოვლენაზე, არამედ როგორც ერთ მაგალითზე უფრო ფართო ნიმუშისა, რომელიც შეიძლება განმეორდეს მილიონობით წლის განმავლობაში. და ეს მიგვიყვანს ერთ-ერთ ყველაზე პროვოკაციულ იდეამდე მთელ ჰიპოთეზაში. იდეამდე, რომ ჩვენ შეიძლება ვიყოთ არა პირველი, არამედ ბოლო. რომ ჩვენ ვცხოვრობთ პერიოდში, როდესაც პირობები ინტელექტის განვითარებისთვის არის ოპტიმალური, მაგრამ ეს პირობები არ იყო ყოველთვის ასეთი და არ იქნება ყოველთვის ასეთი. დაფიქრდით ამაზე. დედამიწას აქვს შეზღუდული დრო, როდესაც ის შეიძლება მხარი დაუჭიროს რთულ სიცოცხლეს. მზე ხდება უფრო ნათელი დროთა განმავლობაში. დაახლოებით 1 მილიარდი წლის შემდეგ დედამიწა გახდება ძალიან ცხელი ფოტოსინთეზისთვის. ოკეანეები აორთქლდება. პლანეტა გახდება უდაბნო. ეს არის დასასრული, არა მყისიერი, არამედ გარდაუვალი. მაგრამ ჩვენ ასევე ვიცით, რომ დედამიწა არ იყო ყოველთვის მისაღები რთული სიცოცხლისთვის. პირველი 2 მილიარდი წლის განმავლობაში ატმოსფერა არ შეიცავდა ჟანგბადს. არ არსებობდა ოზონის ფენა. ულტრაიისფერი რადიაცია აბომბავდა ზედაპირს. ხოლოდ მას შემდეგ, რაც ციანობაქტერიებმა დაიწყეს ფოტოსინთეზი და გამოიმუშავეს ჟანგბადი, პლანეტა გახდა მისაღები რთული სიცოცხლისთვის. ასე რომ არსებობს ვადა. პერიოდი დაახლოებით 3 მილიარდი წლის განმავლობაში, როდესაც დედამიწა შეიძლება მხარი დაუჭიროს რთულ სიცოცხლეს. ჩვენ ვართ დაახლოებით ნახევარში ამ ვადისა. მაგრამ ტექნოლოგიური ინტელექტი, განვითარდა მხოლოდ ბოლო რამდენიმე მილიონი წლის განმავლობაში. რატომ ასე გვიან? ერთი შესაძლო პასუხი არის ის, რომ ინტელექტის განვითარება მოითხოვს სპეციფიკურ პირობებს, რომლებიც არ არსებობდა ადრე. მაგალითად, ის მოითხოვს სახმელეთო გარემოს მრავალფეროვან ეკოსისტემებით. ის მოითხოვს სტაბილურ კლიმატს, არა ძალიან ცხელს, არა ძალიან ცივს. ის მოითხოვს საკმარის ჟანგბადს ენერგიულად ძვირად ღირებული ტვინების მხარდასაჭერად. ეს პირობები არ არსებობდა დედამიწის ადრეულ ისტორიაში. კრიოგენული პერიოდის დროს, დაახლოებით 700 მილიონი წლის წინ, მთელი პლანეტა იყო დაფარული ყინულით. პერმის გადაშენების დროს, 252 მილიონი წლის წინ,
ვულკანური ამოფრქვევები თითქმის განადგურეს ყველა სიცოცხლე. კარბონის პერიოდის დროს 300 მილიონი წლის წინ ჟანგბადის დონე იყო 35%, შედარებით 31%-თან დღეს, რაც საშუალებას აძლევდა მწერებს გაზრდილიყვნენ გიგანტურ ზომებამდე. ხოლოდ ბოლო რამდენიმე მილიონი წლის განმავლობაში, პერიოდი, რომელსაც გეოლოგები უწოდებენ ნეოგენს და კვატერნერს, პირობები გახდა ოპტიმალური ინტელექტის განვითარებისთვის. კლიმატი გახდა უფრო ცვალებადი, რაც ხელს უწყობდა ადაპტაციას. დღეები შეიცვალა სავანეებით აფრიკაში, რაც აიძულა ჩვენი წინაპრები ჩამოსულიყვნენ ხეებიდან. ყინულის ხანები მოვიდა და წავიდა, რაც შექმნა სელექციურ ზეწოლას ინტელექტზე. ასე რომ შესაძლოა ჩვენ ვართ არა ძალიან გვიან, არამედ ზუსტად დროზე. შესაძლოა ინტელექტი შეიძლება განვითარდეს მხოლოდ გარკვეულ ვადაში პლანეტის ისტორიაში. არა ძალიან ადრე, როდესაც პირობები არის ძალიან არასტაბილური და არა ძალიან გვიან, როდესაც პლანეტა ხდება ძალიან ცხელი. და თუ ეს ასეა, მაშინ ვადა ინტელექტისთვის შეიძლება იყოს მხოლოდ რამდენიმე ასეული მილიონი წლის განმავლობაში, მცირე ფრაგმენტი პლანეტის მთლიან ისტორიაში. მაგრამ ეს ასევე ნიშნავს, რომ თუ ინტელექტი განვითარდა ადრე, ვთქვათ 100 მილიონ წლის წინ, ის უნდა განვითარებული იყოს სხვა პირობებში, შესაძლოა სხვა ტიპის ორგანიზმში, შესაძლოა არა მემკვიდრეებში, არამედ ქვეწარმავლებში, შესაძლოა არა სახმელეთზე, არამედ ოკეანეში. და აქ სილურიული ჰიპოთეზა ხდება ნამდვილად სპეკულაციური, მაგრამ ასევე ნამდვილად ფასცინაციური. რადგან თუ ჩვენ ვიფიქრებთ ინტელექტზე არა როგორც სპეციფიკურ ადამიანურ თვისებაზე, არამედ როგორც ზოგად ადაპტაციაზე, რომელიც შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა ფორმაში, მაშინ შესაძლებლობები ხდება უსასრულო. წარმოიდგინეთ ოკეანური ცივილიზაცია. არსებები, რომლებიც ცხოვრობენ წყალში, მაგრამ განავითარეს ინტელექტი და ტექნოლოგია. როგორ გამოიყურებოდა ასეთი ცივილიზაცია? ისინი ვერ გამოიყენებდნენ ცეცხლს, ცეცხლი არ მუშაობს წყალქვეშ, მაგრამ ისინი შეიძლება გამოეყენებინათ სხვა ენერგიის წყაროები, გეოთერმული ენერგია, ჰიდროთერმული ხვრელებიდან, ქიმიური ენერგია, შესაძლოა კი ბიოლუმინესცენცია. ასეთი ცივილიზაცია არ დატოვებდა იმავე კვალს, რაც ჩვენი. არ იქნებოდა ნახშირბადის ემისიები ცეცხლისცვისგან. არ იქნებოდა პლასტიკი. პლასტიკი მოითხოვს ნავთობის გადამუშავებას მაღალ ტემპერატურაზე. არ იქნებოდა მეტალურგია, მეტალების დნობა მოითხოვს ცეცხლს. სიდნობა მოითხოვს ცეცხლს, მაგრამ შეიძლება იყოს სხვა ტექნოლოგიები, ბიოინჟინერია, ორგანული მასალები, შესაძლოა კი ბიოლოგიური კომპიუტერები. ასეთი ცივილიზაცია იქნებოდა თითქმის უხილავი გეოლოგიურ ჩანაწერში. ის არ დატოვებდა ქანებს, რადგან ოკეანის ფსკერი მუდმივად რეციკლირდება სუბდუქციის ზონებში. ის არ დატოვებდა ნაგებობებს, რადგან ორგანული მასალები იშლება სწრაფად. ის არ დატოვებდა ნახშირბადის ხელმოწერას, რადგან ის არ წვავდა ნახშირბადს. ეს არის სპეკულაცია, რა თქმა უნდა. არ არსებობს მტკიცებულება ასეთი ცივილიზაციისა. მაგრამ ეს არის საინტერესო სპეკულაცია, რადგან ის აჩვენებს, თუ რამდენად შეზღუდულია ჩვენი წარმოსახვა. ჩვენ ვფიქრობთ ცივილიზაციაზე როგორც ქალაქებზე, გზებზე, ქარხნებზე, რადგან ეს არის ის, რაც ჩვენ ვართ. მაგრამ ცივილიზაცია შეიძლება იყოს რაღაც სრულიად განსხვავებული. მაგრამ დაუბრუნდეთ რეალობას. დაუბრუნდეთ იმას, რასაც ჩვენ ნამდვილად ვიცით. რადგან სილურიული ჰიპოთეზის ყველაზე ფასციანური ასპექტი არ არის ის, რასაც ჩვენ ვიგონებთ, არამედ ის, რასაც ჩვენ ვეძებთ. და ეს ძიება იწყება ერთი უბრალო კითხვით. თუ ძველი ცივილიზაცია არსებობდა, რა კონკრეტული, გაზომვა-დომვადი, ფიზიკური კვალი დარჩებოდა მისგან? ადამ ფრანკმა და გევინ შმიდტმა შექმნეს ის, რასაც მათ უწოდეს ბიომარკერების მატრიცა. სია სიგნალებისა, რომლებიც შეიძლება მიუთითებდეს ინდუსტრიულ აქტივობაზე. ეს არ არის ფანტასტიკა, ეს არის სისტემატური სამეცნიერო მიდგომა პრობლემისადმი. და როდესაც თქვენ იწყებთ ამ სიგნალების ძიებას რეალურ გეოლოგიურ მონაცემებში, თქვენ აღმოაჩენთ რაღაც გასაოცარს. ჩვენ უკვე ვიცით, როგორ გამოიყურება ინდუსტრიული ცივილიზაციის კვაის კვალი. რადგან ჩვენ ხედავთ მას რეალურ დრო-დროში, ჩვენ საკუთარ ცივილიზაციაში. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ გეოლოგი 100 მილიონი წლის შემდეგ. თქვენ იღებთ ბირთვს, გრძელ ცილინდრულ ნიმუშს, ნალექებიდან, რომელიც წარმოიქმნა 21 საუკუნეში. რას დაინახავთ? პირველი, რაც გამოირჩევა, იქნება პლასტიკი. მიკროსკოპული პლასტიკის ნაწილაკები, მიკროპლასტიკი, რომელიც ახლა არის ყველგან. ოკეანეში, ნიადაგში, ყინულში, თუნდაც ჩვენ სხეულებში. ეს პლასტიკი არ იშლება. ის შეიძლება შენარჩუნდეს მილიონობით წლის განმავლობაში, ჩაშენებული ნალექებში როგორც თხელი, მაგრამ განურჩევადი ფენა. მეორე სიგნალი იქნება მეტალები. ჩვენი ცივილიზაცია იყენებს უზარმაზარ რაოდენობას მეტალებს, რკინას, ალუმინს, სპილენძს, ტყვიას, ცინკს. ეს მეტალები ვრცელდება გარემოში მრეწველობის, სატრანსპორტო საშუალებების, ნარჩენების მეშვეობით.
როდესაც გეოლოგები იკვლევენ ნალექებს ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ, ისინი ხედავენ მკვეთრ ზრდას მეტალების კონცენტრაციაში. ეს არის ის, რასაც მათ უწოდებენ ანთროპოგენულ სიგნალს, ადამიანის აქტივობის ხელმოწერა. მესამე სიგნალი იქნება რადიოაქტიური იზოტოპები. 1945 წლიდან 1973 წლამდე ადამიანობამ ჩაატარა 2055 ბირთვული ბომბის ტესტი. ეს ტესტები გაანაწილა რადიოაქტიურ იზოტოპებს, პლუტონიუმს, სტრონციუმს, ცეზიუმს, მთელ პლანეტაზე. ეს იზოტოპები არ არსებობს ბუნებაში ასეთ კონცენტრაციებში. ისინი არის უდავო ხელმოწერა ტექნოლოგიური ცივილიზაციისა და ისინი შენარჩუნდება მილიონობით წლის განმავლობაში. მეოთხე სიგნალი იქნება ნახშირბადის იზოტოპური ანომალია. როგორც უკვე ავხსენით, როდესაც თქვენ წვავთ ნახშირბადს, ნახშირს, ნავთობს, გაზს, თქვენ ათავისუფლებთ მსუბუქ ნახშირბადს ატმოსფეროში. ეს ცვლის ნახშირბადის იზოტოპულ თანაფარდობას ყველაფერში: ატმოსფეროში, ოკეანეში, ნიადაგში, მცენარეებში. ეს ცვლილება ჩაიწერება ნალექებში როგორც მკვეთრი ცვლა ნახშირბადის იზოტოპურ ხელმოწერაში. მეხუთე სიგნალი იქნება აზოტის ანომალია. თანამედროვე სოფლის მეურნეობა იყენებს უზარმაზარ რაოდენობას სინთეზურ სასუქებს, რომლებიც შეიცავს აზოტს. ეს აზოტი იწმინდება ჰაბერ-ბოშის პროცესით, ინდუსტრიული პროცესი, რომელიც გარდაქმნის ატმოსფერულ აზოტს ამატმოსფერულ აზოტს ამიაკად. ეს პროცესი ტოვებს სპეციფიკურ იზოტოპურ ხელმოწერას, რომელიც განსხვავდება ბუნებრივი აზოტის ფიქსაციისგან. და ეს ხელმოწერა ვრცელდება ნიადაგში, მდინარეებში, ოკეანეში. მეექვსე სიგნალი იქნება ნამარხი საწვავის ნაწილაკები. როდესაც თქვენ წვავთ ნახშირს ან ნავთობს, თქვენ არა მხოლოდ ათავისუფლებთ გაზებს, თქვენ ასევე ათავისუფლებთ მყარ ნაწილაკებს, ჭვართლს, ფერფლს, პოლიციკლურ არომატულ ნახშირწყალბადებს. ეს ნაწილაკები ვრცელდება ატმოსფეროში და ესხმება ზედაპირზე. ისინი ჩაიშენება ნალექებში როგორც თხელი, მუქი ფენა, ფენა, რომელიც შეიძლება იყოს აღმოჩენადი მილიონობით წლის შემდეგ. ყველა ეს სიგნალი ერთად ქმნის ის, რასაც გეოლოგები უწოდებენ ანთროპოცენს, ახალ გეოლოგიურ ეპოქას, რომელიც განისაზღვრება ადამიანის გავლენით პლანეტაზე. და ეს ეპოქა დარჩება გეოლოგიურ ჩანაწერში როგორც მკაფიო, განურჩევადი ფენა, ფენა, რომელიც ითქვის მომავალ გეოლოგებს, აქ, ამ მომენტში, არსებობდა ინდუსტრიული ცივილიზაცია. მაგრამ აქ არის კრიტიკული კითხვა. რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ფენა? თუ ჩვენი ცივილიზაცია გაქრებოდა დღეს, თუ ყველა ადამიანი გაქრებოდა ერთ წამში, რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ჩვენი გეოლოგიური ხელმოწერა? ფრანკისა და შმიდტის გამოთვლებით პასუხი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ხანს არსებობდა ჩვენი ინდუსტრიული ფაზა. თუ ჩვენი ინდუსტრიული ცივილიზაცია გაგრძელდება მხოლოდ რამდენიმე ასეული წლის განმავლობაში, როგორც ეს არის ახლა, მაშინ გეოლოგიური ხელმოწერა იქნება თხელი, ძალიან თხელი. წარმოიდგინეთ ნალექების ფენა, რომელიც წარმოიქმნება 1 წლის განმავლობაში. ოკეანის ღრმა ნაწილებში ეს შეიძლება იყოს მხოლოდ რამდენიმე მილიმეტრი. სხვა ადგილებში, მდინარეების დელტებში, ტბებში, ეს შეიძლება იყოს რამდენიმე სანტიმეტრის. რამდენიმე სანტიმეტრი. 200 წლის ინდუსტრიული აქტივობა შეიძლება წარმოდგენილი იყოს ფენით, რომელიც არის მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრის სისქით. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ეძებთ ამ ფენას 50 მილიონი წლის შემდეგ. თქვენ უნდა იპოვოთ ზუსტად ის ადგილი, სადაც ეს ფენა შენარჩუნდა. თქვენ უნდა იპოვოთ ნალექები, რომლებიც არ განადგურდა ეროზიით, არ გადაიწვა მეტამორფიზმით, არ ჩაიფლა სუბდუქციით. და მაშინაც კი თუ თქვენ იპოვეთ სწორი ადგილი, თქვენ უნდა იცოდეთ რას ეძებთ. თქვენ უნდა ეძებოთ სპეციფიკურ ქიმიურ ხელმოწერებს, სპეციფიკურ იზოტოპურ ანომალიებს, სპეციფიკურ მინერალურ ასოციაციებს. ეს არის ის, რაც ხდის სილურიულ ჰიპოთეზას ისეთ გამომწვევს. ის არ ამბობს, რომ ძველი ცივილიზაციები არსებობდნენ. ის ამბობს, რომ თუ ისინი არსებდნენ და იყვნენ მსგავსი ჩვენისა, მოკლევადიანი, ინტენსიური, თვითგანადგურებადი, მაშინ მათი აღმოჩენა იქნებოდა ძალიან რთული. არა შეუძლებელი, მაგრამ რთული. მაგრამ ფრანკი და შმიდტი არ შეჩერებულან აქ. ისინი წავიდნენ უფრო შორს. ისინი დაიწყეს რეალური გეოლოგიური მოვლენების შესწავლა. მოვლენები, რომლებიც აჩვენებენ ზოგიერთ ამ სიგნალს. და აქ ისტორია ხდება ნამდვილად დეტექტიური. აიღეთ პალეოცენ-ეოცენის თერმული მაქსიმუმი, პეტი, როგორც მას უწოდებენ გეოლოგები. ეს მოხდა 46 მილიონი წლის წინ. დაახლოებით 5000 წლის განმავლობაში, თვალის დახამხამება გეოლოგიური დროით, დედამიწის ტემპერატურა გაიზარდა 5-დან 8 გრადუსით ცელსიუსით. ოკეანეები გათბა. პოლარული რეგიონები გახდა სუბტროპიკული. მრავალი სახეობა გადაინაცვლა ან გაქრა. რა გამოიწვია ეს? ოფიციალური ახსნა არის ვულკანური აქტივობა.
ამ დროს ჩრდილოეთ ატლანტიკაში იყო ინტენსიური ვულკანიზმი. ის პერიოდი, როდესაც ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა იწყებდნენ განშორებას. ეს ვულკანები ათავისუფლებდნენ უზარმაზარ რაოდენობის ნახშირორჟანგს. ეს ნახშირორჟანგი გაათბო პლანეტას. გათბობამ გამოიწვია მეთანის ჰიდრატების გათავისუფლება ოკეანის ფსკერიდან. მეთანის ყინული, რომელიც სტაბილურია მხოლოდ დაბალ ტემპერატურაზე და მაღალ წნევაზე. ეს მეთანი, რომელიც არის უფრო ძლიერი სათბური გაზი ვიდრე ნახშირორჟანგი, კიდევ უფრო გაათბო პლანეტას. ეს იყო დადებითი უკუკავშირის მარკუჟი, თვითგამაძლიერებელი პროცესი. მაგრამ აქ არის საინტერესო დეტალი. ნახშირბადის იზოტოპური ხელმოწერა PTM-ის დროს აჩვენებს რაღაც უჩვეულოს. არის მკვეთრი ცვლა ნახშირბადის იზოტოპურ თანაბარდობაში. ცვლა, რომელიც მიუთითებს ორგანული ნახშირბადის მასიურ გათავისუფლებაზე. ეს შეესაბამება მეთანის ჰიდრატების ჰიპოთეზას, მაგრამ ზუსტი წყარო ამ ნახშირბადისა ჯერ კიდევ არის დებატების საგანი. ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობს, რომ ეს იყო არა მხოლოდ მეთანის ჰიდრატები, არამედ ასევე ტორფის ჭაობების წვა, ტყეების ხანძრები, ნიადაგის ნახშირბადის ოქსიდაცია. ახლა დაფიქრდით ამაზე. თუ ინდუსტრიული ცივილიზაცია არსებობდა 46 მილიონი წლის წინ და დაცვა უზარმაზარი რაოდენობის ნახშირბადი, ის დატოვებდა ზუსტად ასეთივე ხელმოწერას. ნახშირბადის იზოტოპური ანომალია, სწრაფი გლობალური დათბობა, ოკეანის მჟავიანობის ზრდა, სახეობების გადაადგილება და გადაშენება. ყველა ეს სიგნალი იქნებოდა იდენტური ბუნებრივ PTM-თან. ფრანკი და შმიტი არ ამბობენ, რომ PTM გამოწვეული იყო ძველი ცივილიზაციით. ისინი ამბობენ რაღაც უფრო ფუნდამენტურს. ჩვენ ვერ განვასხვავებთ ბუნებრივ კატასტროფას ინდუსტრიული კოლაფსისგან, მხოლოდ ნახშირბადის იზოტოპური მონაცემებით. ჩვენ გვჭირდება დამატებითი სიგნალები, პლასტიკი, სინთეზური ქიმიკატები, რადიოაქტიური იზოტოპები, მეტალების ანომალიები. და ეს სიგნალები შეიძლება არ შენარჩუნდეს 46 მილიონი წლის შემდეგ. ან აიღეთ სხვა მაგალითი, ტრიასის იურის გადასვლა. 201 მილიონი წლის წინ დაახლოებით 40% ყველა სახეობისა გაქრა. ეს იყო ერთ-ერთი ხუთი დიდი მასობრივი გადაშენებიდან დედამიწის ისტორიაში. რა მოხდა? ოფიციალური ახსნა არის ვულკანური ამოფრქვევები, კონკრეტულად ცენტრალური ატლანტიკური მაგმატური პროვინცია, უზარმაზარი ვულკანური რეგიონი, რომელიც წარმოიქმნა, როდესაც პანგეა, სუპერკონტინენტი, იწყებდა დაშლას. ეს ვულკანები ამოფრქვეულიყვნენ დაახლოებით 600,000 წლის განმავლობაში. ისინი ათავისუფლებდნენ უზარმაზარ რაოდენობის ნახშირორჟანგს, გოგირდის დიოქსიდს, ქლორს. ეს გაზები გამოიწვია გლობალური დათბობა, მჟავე-წვიმები, ოზონის ფენის განადგურება. ოკეანეები გახდა მჟავიანი და ანოქსიური, უჟანგბადო. ეს იყო კატასტროფა. მაგრამ აქ ასევე არის საინტერესო დეტალი. გადაშენება არ იყო ერთი მოვლენა. ის იყო სერია მოვლენებისა, რომლებიც გაგრძელდა რამდენიმე ასეული ათასი წლის განმავლობაში. იყო პულსები, პერიოდები ინტენსიური გადაშენებისა, რომლებსაც მოჰყვებოდა პერიოდები შედარებითი სტაბილურობისა. ეს ნიმუში შეესაბამება ვულკანური აქტივობის პულსებს, მაგრამ ის ასევე შეესაბამება სხვა სცენარს, ცივილიზაცია, რომელიც გადის რამდენიმე ციკლს კოლაფსისა და აღდგენისა. კიდევ ერთხელ, ფრანკი და შმიტი არ ამბობენ, რომ ეს იყო ძველი ცივილიზაცია. ისინი ამბობენ, რომ ჩვენ ვერ გამოურიცხავთ ამ შესაძლებლობას მხოლოდ არსებული მონაცემებით. გეოლოგიური ჩანაწერი არის ძალიან არასრული. ბევრი რამ შეიძლება იყოს დამალული მის ცარიელ ადგილებში. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი მიდგომა ამ პრობლემისადმი. მიდგომა, რომელიც არ ეძებს კონკრეტულ მოვლენებს, არამედ ეძებს სტატისტიკურ ნიმუშებს. და აქ ჩვენ მივდივართ ერთ-ერთ ყველაზე ფასცინაციურ იდეამდე მთელ ჰიპოთეზაში. იდეამდე, რომ ცივილიზაციები შეიძლება იყვნენ პერიოდული მოვლენები დედამიწის ისტორიაში. წარმოიდგინეთ, რომ ინტელექტი არის ადაპტაცია, რომელიც განვითარდება პერიოდულად, არა ყოველთვის, არამედ როდესაც პირობები არის სწორი. და წარმოიდგინეთ, რომ ეს ცივილიზაციები არიან თვითგანადგურებადი. ისინი ყოველთვის ანადგურებენ საკუთარ თავს რამდენიმე ათასი წლის შემდეგ. თუ ეს ასეა, მაშინ გეოლოგიურ ჩანაწერში უნდა იყოს ნიმუში, პერიოდული სიგნალი, რომელიც მეორდება გარკვეული ინტერვალებით. ზოგიერთმა მეცნიერმა დაიწყო ამ ნიმუშის ძიება. ისინი იკვლევენ გეოლოგიურ მონაცემებს ბოლო 600 მილიონი წლის განმავლობაში, პერიოდი, რომლისთვისაც ჩვენ გვაქვს შედარებით კარგი ჩანაწერი. ისინი ეძებენ ნახშირბადის იზოტოპურ ანომალიებს, ტემპერატურის სპაიკებს, გადაშენების მოვლენებს. და ისინი ეძებენ კორელაციებს, შემთხვევებს, როდესაც ეს სიგნალები ხდება ერთდროულად. ჯერჯერობით ისინი არ იპოვეს მკაფიო ნიმუში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ნიმუში არ არსებობს. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ჩვენ უბრალოდ არ ვიცით სად უნდა ვეძებოთ, ან რომ ნიმუში არის ძალიან სუსტი, ძალიან ახლოს ხმაურთან,
რომ გამოვლინდეს ჩვენი არსებული მეთოდებით. მაგრამ არსებობს სხვა გზა ამ კითხვის მიდგომისთვის. გზა, რომელიც არ ეძებს პირდაპირ მტკიცებულებას დედამიწაზე, არამედ ეძებს არაპირდაპირ მტკიცებულებას. მტკიცებულებას, რომელიც მოდის ჩვენი გაგებიდან იმისა, თუ როგორ მუშაობს ევოლუცია და როგორ ვითარდება ცივილიზაციები. დაფიქრდით ამაზე. თუ ინტელექტი არის ადაპტაცია, გზა გადარჩენისა და რეპროდუქციისთვის, მაშინ ის უნდა განვითარდეს ბუნებრივი გადარჩევით. და ბუნებრივი გადარჩევა მოითხოვს ვარიაციას, მემკვიდრეობითობას და დიფერენციალურ რეპროდუქციას. ეს ნიშნავს, რომ ინტელექტი უნდა იყოს თვისება, რომელიც იზრდება დროთა განმავლობაში, არა ერთხელ, არამედ თანდათანობით, მრავალი თაობის განმავლობაში. მაგრამ აქ არის საინტერესო. ინტელექტის ევოლუცია არ არის წრფივი. ის არ არის მუდმივი პროგრესი უფრო მაღალი და უფრო მაღალი ინტელექტისკენ. ის არის ზიგზაგური გზა. პერიოდების სწრაფი ზრდისა, რომლებსაც მოჰყვება პერიოდების სტაგნაციისა, ან თუნდაც რეგრესისა. რატომ? რადგან ინტელექტი არის ძვირი. ის მოითხოვს დიდ twins, რომელიც მოიხმარს ბევრ ენერგიას. ის მოითხოვს გრძელ ბავშვობას, რომლის განმავლობაშიც ახალგაზრდა ორგანიზმი სწავლობს. ის მოითხოვს სოციალურ სტრუქტურებს, რომლებიც მხარს უჭერს სწავლებას და კულტურულ გადაცემას. ყველა ეს ფაქტორი ნიშნავს, რომ ინტელექტი განვითარდება მხოლოდ მაშინ, როდესაც სარგებელი აღემატება ხარჯს. და ეს ხდება მხოლოდ გარკვეულ გარემოებში. გარემოებში, სადაც პრობლემების გადაჭრა, თაგეგმვა, ინსტრუმენტების გამოყენება, სოციალური კოორდინაცია იძლევა დიდ უპირატესობას გადარჩენაში. ადამიანებისთვის ეს გარემოება იყო აფრიკული სავანა. გარემო, რომელიც იყო ცვალებადი, არაპროგნოზირებადი, სავსე საფრთხეებით დაით და შესაძლებლობებით. ჩვენმა წინაპრებმა უნდა ესწავლათ, როგორ ეძებათ საკვები სხვადასხვა სეზონებში, როგორ თავიდან აეცილებინათ მტაცებლები, როგორ ეთანამშრომლათ ჯგუფებში, როგორ გამოეყენებინათ ინსტრუმენტები. ყველა ეს გამოწვევა ხელს უწყობდა ინტელექტის განვითარებას, მაგრამ აქ არის კრიტიკული წერტილი. ეს გარემოება, აფრიკული სავანა, არ არსებობდა ყოველთვის. ის წარმოიქმნა მხოლოდ ბოლო რამდენიმე მილიონი წლის განმავლობაში, როდესაც აფრიკის კლიმატი გახდა უფრო მშრალი და ტყეები შეიცვალა ბალახნარებით. ამ გარემოს წინ ჩვენი წინაპრები იყვნენ ხეზე მცხოვრები პრიმატები, ჭკვიანები, მაგრამ არა განსაკუთრებით ჭკვიანები. ამ გარემოს შემდეგ, თუ ჩვენ გადავრჩებით, ჩვენი შთამომავლები შეიძლება იყვნენ რაღაც სრულიად განსხვავებული. ეს ნიშნავს, რომ ინტელექტის განვითარება არის კონტინგენტური. ის დამოკიდებულია სპეციფიკურ ისტორიულ პირობებზე. და ეს პირობები შეიძლება არსებობდეს მხოლოდ გარკვეულ დროს პლანეტის ისტორიაში. თუ ეს ასეა, მაშინ ინტელექტი შეიძლება იყოს იშვიათი. არა იმიტომ, რომ ის არის რთული განვითარებისთვის, არამედ იმიტომ, რომ სწორი პირობები არის იშვიათი. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი შესაძლებლობა. შესაძლებლობა, რომელიც უფრო საინტერესოა და უფრო შემაშფოთებელი. რომ სწორი პირობები არ არის იშვიათი. რომ ისინი ხდება პერიოდულად, ყოველ 10 მილიონ წელიწადში, ან ყოველ 30 მილიონ წელიწადში, ან ყოველ 100 მილიონ წელიწადში. და რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ეს პირობები ხდება, ინტელექტი განვითარდება. და ყოველ ჯერზე ეს ინტელექტი ქმნის ცივილიზაციას. და ყოველ ჯერზე ეს ცივილიზაცია ანადგურებს საკუთარ თავს. ეს იქნებოდა ბნელი ხედვა. ხედვა, რომელიც გულისხმობს, რომ ინტელექტი არის არა გზა გადარჩენისკენ, არამედ გზა თვითგანადგურებისკენ. რომ ნებისმიერი სახეობა, რომელიც ხდება საკმარისად ჭკვიანი ტექნოლოგიის შესაქმნელად, ასევე ხდება საკმარისად ჭკვიანი საკუთარი თავის განსანადგურებლად. და რომ ეს არის უნივერსალური ნიმუში, არა მხოლოდ დედამიწაზე, არამედ ნებისმიერ პლანეტაზე, სადაც ინტელექტი განვითარდება. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი გზა ამ იდეის შესახებ ფიქრისა. გზა, რომელიც ნაკლებად პესიმისტურია. რომ ცივილიზაციები არ არიან აუცილებლად თვითგანადგურებადი. რომ ზოგიერთი მათგანი სწავლობს. რომ ისინი გადადიან ახალ ფაზაში. ფაზაში, სადაც ისინი ცხოვრობენ მდგრადად, არტოვებენ დიდ გეოლოგიურ კვალს, არ ანადგურებენ საკუთარ თავს. ასეთი ცივილიზაცია იქნებოდა თითქმის უხილავი. ის არ დატოვებდა ნახშირბადის ემისიებს, რადგან ის იყენებდა განახლებად ენერგიას. ის არ დატოვებდა პლასტიკს, რადგან ის იყენებდა ბიოდეგრადირებად მებდა, ბიოდეგრადირებად მასალებს. ის არ დატოვებდა რადიოაქტიურ ნარჩენებს, რადგან ის არ იყენებდა ბირთვულ ენერგიას, ან იყენებდა მას ისე უსაფრთხოდ, რომ არ დატოვებდა კვალსვალს. ასეთი ცივილიზაცია შეიძლება არსებობდეს მდეს მილიონობით წლის განმავლობაში და არ დატოვოს თითქმის არანაირი გეოლოგიური ხელოგიური ხელმოწერა. და აქ ჩვენ მივდივართ ერთ-ერთ ყველაზე ღრმა პარადოქსამდე, სილურიული ჰიპოთეზისა. რაც უფრო წარმატებულია ცივილიზაცია, რაც უფრო გრძელვადიანია, რაც უფრო მდგრადია, მით ნაკლებ კვალს ტოვებს ის გეოლოგიურ ჩანაწერში. ჩვენი ცივილიზაცია მოკლევადიანი, ინტენსიური, დესტრუქციული, დატოვებს მკაფიო კვალს.
მაგრამ ცივილიზაცია, რომელიც ცხოვრობს ჰარმონიაში პლანეტასთან, იქნება თითქმის უხილავი. ეს ნიშნავს, რომ ყველაზე საინტერესო ცივილიზაციები, რომლებმაც გადალახეს თვითგანადგურების ბარიერი, შეიძლება იყვნენ ზუსტად ის, რომლებსაც ჩვენ ვერასოდეს ვიპოვით. ისინი შეიძლება იყვნენ დამალული გეოლოგიურ ჩანაწერში, არა იმიტომ, რომ ჩანაწერი არის არასრული, არამედ იმიტომ, რომ ისინი არ დატოვეს კვალი. მაგრამ თუ ეს ასეა, როგორ შეგვიძლია ოდესმე ვიცოდეთ? როგორ შეგვიძლია ოდესმე იპოვოთ მტკიცებულება ასეთი ცივილიზაციებისა? ფრანკისა და შმიტის პასუხი არის გასაოცარი. ჩვენ უნდა ვეძებოთ არა პირდაპირ მტკიცებულებას, არამედ არაპირდაპირ მტკიცებულებას. ჩვენ უნდა ვეძებოთ არა ის, რაც ისინი დატოვეს, არამედ ის, რაც ისინი არ დატოვეს. მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ თქვენ იკვლევთ გეოლოგიურ ჩანაწერს და იპოვეთ პერიოდი, თქვათ 10 მილიონი წლის განმავლობაში, როდესაც არ არის მასობრივი გადაშენებები, არ არის კლიმატის კატასტროფები, არ არის ვულკანური სუპენური სუპერამოფრქვევები. პლანეტა არის სტაბილური, მშვიდი, ჰარმონიული. ეს შეიძლება იყოს უბრალოდ იღბალი, პერიოდი, როდესაც არაფერი ცუდი მოხდა. ან ეს შეიძლება იყოს რაღაც სხვა. რაღაც სხვა. პერიოდი, როდესაც ვიღაც აკონტროლებდა პლანეტას. ვიღაც, ვინც ხელმძღვანელობდა კლიმატს, აკონტროლებდა ვულკანურ აქტივობას, იცავდა ბიომრავალფეროვნებას. ეს ჟღერს როგორც მეცნიერული ფანტასტიკა, მაგრამ ეს არ არის შეუძლებელი. ჩვენ უკვე ვიწყებთ ასეთი ტექნოლოგიების განვითარებას: გეოინჟინერია, კლიმატის კონტროლი, ბიომრავალფეროვნების დაცვა. წარმოიდგინეთ ცივილიზაცია, რომელსაც აქვს ეს ტექნოლოგიები მილიონობით წლის განმავლობაში. ისინი შეიძლება გახდნენ უხილავი მეურვეები პლანეტისა, არსებები, რომლებიც ინარჩუნებენ სტაბილურობას, თავიდან აცილებენ კატასტროფებს, იცავენ სიცოცხლეს. და თუ ასეთი ცივილიზაციები არსებობდნენ, ჩვენ ვერასოდეს ვიპოვით მათ პირდაპირ მტკიცებულებას. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვიპოვოთ არაპირდაპირი მტკიცებულება, სტატისტიკური ანომალიები, პერიოდები უჩვეულო სტაბილურობისა, ნიმუშები, რომლებიც არ შეესაბამებება ბუნებრივ პროცესებს. მაგრამ აქ არის პრობლემა. როგორ განვასხვაოთ ასეთი ანომალიები უბრალო იღბლისგან? როგორ ვიცოდეთ, რომ პერიოდი სტაბილურობისა არის შედეგი გონიერი ჩარევისა და არა უბრალოდ შემთხვევითი? პასუხი არის, ჩვენ არ შეგვიძლია ვიცოდეთ დარწმუნებით. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვიმსჯელოთ ალბათობებზე. და აქ სილურიული ჰიპოთეზა გადადის ფილოსოფიურ ტერიტორიაზე. ის ხდება არა მხოლოდ სამეცნიერო კითხვა, არამედ ეპისტემოლოგიური კითხვა. კითხვა იმის შესახებ, თუ რას შეგვიძლია ვიცოდეთ და როგორ შეგვიძლია ვიცოდეთ ეს. ის ხდება კითხვა იმის შესახებ, თუ რა არის მტკიცებულება და რა არის საკმარისი მტკიცებულება. ფრანკი და შმიტი არ ამბობენ, რომ ძველი ცივილიზაციები არსებობდნენ. ისინი ამბობენ, რომ ჩვენ არ შეგვიძლია გამოურიცხოთ ეს შესაძლებლობა. და ეს განსხვავება არის კრიტიკული. მეცნიერებაში ჩვენ ვერასოდეს ვამტკიცებთ უარყოფითს. ჩვენ ვერ ვამტკიცებთ, რომ რაღაც არ არსებობს. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვთქვათ, რომ ჩვენ არ ვიპოვეთ მტკიცებულა მისულება მისი არსებობისა. და თუ ჩვენ არ ვიცით, სად უნდა ვეძებოთ ან რას უნდა ვეძებოთ, მაშინ მტკიცებულების არარსებობა არ ნიშნავს არაფერს. ეს არის ის, რაც ხდის სილურიულ ჰიპოთეზას ისეთ ძლიერს. ის არ არის ჰიპოთეზა კონკრეტული ძველი ცივილიზაციის შესახებ. ის არის ჰიპოთეზა ჩვენი უნარის შესახებ, ან უუნარობის შესახებ. აღმოვაჩინოთ ასეთი ცივილიზაციები. ის არის ჰიპოთეზა გეოლოგიური ჩანაწერის შეზღუდვების შესახებ. ის არის ჰიპოთეზა იმის შესახებ, თუ რა იმალება ჩვენი უცოდინდრობის ცარიელ ადგილებში. და ეს მიგვიყვანს ერთ-ერთ ყველაზე პროვოკაციულ იდეამდე მთელ ჰიპოთეზაში. იდეამდე, რომ ჩვენი უცოდინდრობა არ არის უბრალოდ ცოდნის ნაკლებობა. ის არის სტრუქტურული უცოდინდრობა. უცოდინდრობა, რომელიც ჩაშენებულია თავად ჩვენს მეთოდებში, ჩვენს ინსტრუმენტებში, ჩვენს გზაში ფიქრისა. დაფიქრდით ამაზე. ყველა ჩვენი გეოლოგიური მეთოდი დაფუძნებულია დაშვებებზე. ჩვენ ვივარაუდებთ, რომ ქანები წარმოიქმნება ბუნებრივი პროცესებით. ჩვენ ვივარაუდებთ, რომ ნალექები დაგროვდება თანდათანობით. ჩვენ ვივარაუდებთ, რომ ქიმიური ხელმოწერები ასახავს ბუნებრივ ციკლებს. ყველა ეს დაშვება არის გონივრული. ისინი მუშაობს 1999% შემთხვევაში. მაგრამ რა ხდება იმ 1%-ში, როდესაც ისინი არ მუშაობს? რა ხდება, როდესაც ქანები არ წარმოიქმნება ბუნებრივად, არამედ ხელოვნურად? როდესაც ნალექები არ დაგროვდება თანდათანობით, არამედ მანიპულირდება? როდესაც ქიმიური ხელმოწერები არ ასახავს ბუნებრივ ციკლებს, არამედ ინდუსტრიულ აქტივობას? თუ ჩვენ არ ვეძებთ ამ ანომალიებს, თუ ჩვენი მეთოდები არ არის შექმნილი მათი აღმოსაჩენად, მაშინ ჩვენ ვერასოდეს ვიპოვით მათ. ჩვენ გავივლით მათ გვერდით, ვიფიქრებთ, რომ ისინი არიან უბრალოდ ხმაური, შეცდომები, ანომალიები, რომლებიც არ ღირს შესწავლას.
და ეს არის ის, რაც ფრანკი და შმიდტი მოუწოდებენ. ახალი გზა ფიქრისა გეოლოგიურ ჩანაწერზე. გზა, რომელიც არ იღებს ყველაფერს როგორც ბუნებრივს. გზა, რომელიც ეძებს ანომალიებს, ეძებს ნიმუშებს, ეძებს სიგნალებს, რომლებიც შეიძლება მიუთითებდეს რაღაც უჩვეულოზე. არა იმიტომ, რომ ისინი მჯერათ, რომ ძველი ცივილიზაციები არსებობდნენ, არამედ იმიტომ, რომ ისინი მჯერათ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ღია ამ შესაძლებლობისადმი. ეს არის სამეცნიერო მეთოდის არსი. არა დაშვებები, არამედ ტესტირება. არა რწმენა, არამედ მტკიცებულება. და თუ ჩვენ არ ვეძებთ მტკიცებულებას, ჩვენ ვერასოდეს ვიპოვით მას. მაგრამ რა მოხდება თუ ჩვენ შევცვლით თავად კითხვას? რა მოხდება თუ ჩვენ არ ვიკითხავთ, იყვნენ თუ არა ძველი ცივილიზაციები, არამედ ვიკითხავთ, რამდენჯერ შეიძლება განვითარებულიყო ინტელექტი დედამიწაზე? და აქ ჩვენ შევდივართ ტერიტორიაზე, რომელიც არის ერთდროულად მათემატიკური და ფილოსოფიური. ტერიტორიაზე, სადაც სტატისტიკა ხვდება ევოლუციას და სადაც ალბათობა ხდება ბედისწერა. დაიწყეთ ამით. დედამიწას აქვს 4 მილიარდ 600 მილიონი წლის ისტორია, რთული სიცოცხლისთვის. ამ დროის განმავლობაში სიცოცხლე განვითარდა ერთხელ. ჩვენ ვიცით ეს, რადგან ყველა ცოცხალი ორგანიზმი დედამიწაზე იზიარებს იმავე გენეტიკურ კოდს, იმავე ბიოქიმიას, იმავე ფუნდამენტურ მექანიზმებს. ეს ნიშნავს, რომ სიცოცხლე არ განვითარებულა მრავალჯერ დამოუკიდებლად. ის განვითარდა ერთხელ, დაახლოებით 3 მილიარდ 800 მილიონი წლის წინ. და შემდეგ დივერსიფიცირდა ყველა ფორმად, რომელსაც ჩვენ ვხედავთ დღეს. მაგრამ ინტელექტი, ტექნოლოგიური ინტელექტი განვითარდა მხოლოდ ერთხელ, მხოლოდ ბოლო რამდენიმე მილიონი წლის განმავლობაში. რატომ? არის თუ არა ეს იმიტომ, რომ ინტელექტი არის ძალიან რთული, ძალიან იშვიათი, ძალიან არაალბათური. თუ არის ეს იმიტომ, რომ პირობები ინტელექტისთვის არსებობდა მხოლოდ ბოლო რამდენიმე მილიონი წლის განმავლობაში. ზოგიერთი ბიოლოგი ამტკიცებს, რომ ინტელექტი არის კონვერგენტული თვისება. თვისება რჩმელიც განვიება, რომელიც განვითარდება დამოუკიდებლად მრავალჯერ, რადგან ის იძლევა ასეთ დიდ უპირატესობას. ისინი მიუთითებენ იმაზე, რომ ინტელექტი განვითარდა დამოუკიდებლად, პრიმატებში, დელფინებში, ვრანებში, ვცხლებში, რვაფეხებში, თუნდაც ზოგიერთ მწერში. ყველა ეს ჯგუფი განავითარა პრობლემების გადაჭრის უნარი, სოციალური სწავლება, ინსტრუმენტების გამოყენება, ინტელექტის ნიშნები. მაგრამ არც ერთმა მათგანმა არ განავითარა ტექნოლოგია ჩვენი დონის. რატო? ერთი პასუხი არის ის, რომ ტექნოლოგია მოითხოვს არა მხოლოდ ინტელექტს, არამედ სპეციფიკურ კომბინაციას ფიზიკური და კოგნიტური თვისებებისაბისა. თქვენ გჭირდებათ მანიპულატორები, ხელები ან რაღაც ექვივალენტური. თქვენ გჭირდებათ სოციალური სტრუქტურები, გზა ცოდნის გადაცემისა თაობიდან თაობაში. თქვენ გჭირდებათ ენა, გზა რთული იდეების კომუნიკაციისა. და თქვენ გჭირდებათ ცეცხლი, გზა ენერგიის გარდაქმნისა. ეს კომბინაცია არის იშვიათი, მაგრამ ის არ არის უნიკალური. და აქ არის საინტერესო. თუ ეს კომბინაცია განვითარდა ერთხელ ჩვენში, რა არის ალბათობა, რომ ის განვითარდა ადრეც? და თუ ის ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, ჩვენ უნდა გავიგოთ რაღაც ფუნდამენტური ევოლუციის შესახებ. ევოლუცია არ არის წრფივი პროგრესი. ის არ არის კიბე, რომელიც მიდის უფრო მარტივიდან უფრო რთულისკენ, უფრო პრიმიტიულიდან უფრო განვითარებულისკენ. ევოლუცია არის განშტოებული ხე. ხე, რომელსაც აქვს მილიონობით შტო, რომელთაგან თითოეული წარმოადგენს განსხვავებულ გადაწყვეტას გადარჩენის პრობლემისა. ზოგიერთი ეს შტო მიდის ინტელექტის მიმართულებით, მაგრამ უმეტესობა არა. უმეტესობა მიდის სხვა მიმართულებებში: სიჩქარე, ძალა, შხამი, კამუფლაჟი, რეპროდუქციული სიჩქარე. ყველა ეს სტრატეგია მუშაობს, ყველა ეს სტრატეგია იძლევა გადარჩენას. ინტელექტი არის მხოლოდ ერთი სტრატეგია მრავალთაგან. მაგრამ აქ არის კრიტიკული წერტილი. ევოლუციური ისტორია, არური ისტორია არ არის დეტერმინისტული. ის არ არის წინასწარ განსაზღვრული. ის არის კონტინგენტური. ის დამოკიდებულია შემთხვევაზე, შემთხვევით მუტაციებზე, შემთხვევით გარემოცვლილებებზე, შემთხვევით კატასტროფებზე. თუ თქვენ გაიმეორებდით დედამიწის ისტორიას 1000-ჯერ, თქვენ მიიღებდით 1000 განსხვავებულ შედეგს. ზოგიერთ მათგანში ინტელექტი შეიძლება განვითარებულიყო ადრე, ზოგიერთში გვიან, ზოგიერთში საერთოდ არა. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი გზა ამაზე ფიქრისა. გზა, რომელიც ნაკლებად ფოკუსირებულია შემთხვევაზე და უფრო ფოკუსირებულია ნიმუშებზე. რადგან თუ თქვენ უყურებთ ევოლუციურ ისტორიას, თქვენ ხედავთ რაღაც საინტერესოს. გარკვეული თვისებები განვითარდება განმეორებით. თვალები განვითარდა დამოუკიდებლად მინიმუმ 40-ჯერ. ფრენა განვითარდა დამოუკიდებლად მინიმუმ 4-ჯერ. მწერებში, პტეროზავრებში, ფრინველებში, ღამურებში. ბიოლუმინესცენცია განვითარდა დამოუკიდებლად 10-ობით ჯერ. ეს ნიმუში გვეუბნება რაღაცას.
ზოგიერთი ადაპტაცია არის ისეთი სასარგებლო, ისეთი ძლიერი, რომ ევოლუცია მათ პოულობს განმეორებით. ისინი არიან ის, რასაც ბიოლოგები უწოდებენ კონვერგენტულ ევოლუციას. იდეა, რომ განსხვავებული ორგანიზმები, რომლებიც აწყდებიან მსგავს პრობლემებს, ხშირად ავითარებენ მსგავს გადაწყვეტებს. ახლა დაისვით კითხვა. არის თუ არა ინტელექტი კონვერგენტული თვისება? არის თუ არა ის რაღაც, რასაც ევოლუცია პოულობს განმეორებით? მტკიცებულება არის შერეული. ერთი მხრივ ჩვენ ხედავთ ინტელექტის ნიშნებს მრავალ განსხვავებულ ჯგუფში. მეორე მხრივ არც ერთმა ამ ჯგუფმა არ მიაღწია ტექნოლოგიურ ინტელექტს, გარდა ჩვენისა. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ტექნოლოგიური ინტელექტი არ არის კონვერგენტული. ის არის იშვიათი, არაალბათური, შემთხვევითი. ან ეს შეიძლება ნიშნავდეს რაღაც სხვას, რომ ტექნოლოგიური ინტელექტი მოითხოვს არა მხოლოდ სწორ ევოლუციურ ტრაექტორიას, არამედ ასევე სწორ დროს, სწორ გარემო პირობებს, სწორ ისტორიულ მომენტს. და აქ ჩვენ უბრუნდებით იმ იდეას, რომელიც ფრანკმა და შმიდტმა წამოაყენეს. იდეას, რომ დედამიწას აქვს ვადა, პერიოდი, როდესაც პირობები არის ოპტიმალური ინტელექტის განვითარებისთვის. ეს ვადა არ არის მთელი პლანეტის ისტორია, ის არის მხოლოდ ნაწილი მისი. შესაძლოა მხოლოდ ბოლო რამდენიმე ასეული მილიონი წლის განმავლობაში. მაგრამ თუ ეს ასეა, მაშინ ჩვენ შეგვიძლია გამოვთვალოთ ალბათობა. ჩვენ შეგვიძლია ვიკითხოთ, თუ ინტელექტის განვითარება არის შემთხვევითი პროცესი, რომელიც ხდება გარკვეული სიხშირით ამ ვადის განმავლობაში, რამდენჯერ უნდა მოხდეს ის? ეს არის რთული კითხვა, რადგან ჩვენ არ ვიცით სიხშირე. ჩვენ არ ვიცით, რამდენად ალბათურია ინტელექტის განვითარება. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ შეფასებები. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, თუ ინტელექტის განვითარება არის ძალიან იშვიათი, თქვათ ის ხდება საშუალოდ ერთხელ ყოველ მილიარდ წელიწადში, მაშინ ჩვენ ვართ სავარაუდოდ პირველები. მაგრამ თუ ის არის ნაკლებად იშვიათი, თქვათ ის ხდება საშუალოდ ერთხელ ყოველ 100 მილიონ წელიწადში, მაშინ შეიძლება იყოს ათობით, ან თუნდაც ასობით ინტელექტის განვითარების მოვლენა დედამიწის ისტორიაში. და აქ არის ის, რაც ხდის ამ გამოთვლას ისეთ შემაშფოთებელს. ჩვენ არ ვიცით, რომელი სცენარი არის სწორი. ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი მონაცემის წერტილი, ჩვენი საკუთარი არსებობა. და ერთი მონაცემის წერტილი არ არის საკმარისი სტატისტიკური დასკვნებისთვის. ეს არის ის, რასაც სტატისტიკოსები უწოდებენ ნიმუშის ზომის პრობლემას. თქვენ არ შეგიძლიათ გააკეთოთ ზოგადი დასკვნები ერთი მაგალითიდან. მაგრამ არსებობს გზა ამ პრობლემის გადასალახად. გზა, რომელიც მოდის არა ბიოლოგიიდან, არამედ ასტრონომიიდან. რადგან თუ ჩვენ ვერ შეგვიძლია შევისწავლოთ მრავალი ინტელექტის განვითარება დედამიწაზე, შეიძლება ჩვენ შეგვიძლია შევისწავლოთ მრავალი პლანეტა სამყაროში. ეს არის იდეა, რომელიც დგას სეთის უკან. ძიება ექსტრატერესტრული ინტელექტისთვის. იდეა, რომ თუ ინტელექტი არის საერთო, მაშინ უნდა იყოს სხვა ცივილიზაციები სხვა პლანეტებზე. და თუ ჩვენ შეგვიძლია აღმოვაჩინოთ ეს ცივილიზაციები, ან მათი სიგნალები, ჩვენ შეგვიძლია შევისწავლოთ რამდენად საერთოა ინტელექტი. მაგრამ აქ არის პრობლემა. ჩვენ ვეძებთ ექსტრატერესტრულ ინტელექტს უკვე 6,000 წლის განმავლობაში და ჩვენ არაფერი ვიპოვეთ. არანაირი სიგნალი, არანაირი გადაცემა, არანაირი მტკიცებულება. ეს არის ის, რასაც ასტრონომები უწოდებენ ფერმის პარადოქსს. პარადოქსი, რომელიც დასახელებულია ფიზიკოსის ენრიკო ფერმის სახელობით, რომელმაც ცნობილი კითხვა დასვა. სად არიან ყველა? თუ სამყარო არის ისეთი დიდი და ის არის უზარმაზარი, შეუზღუდავი, შეიცავს მილიარდობით გალაქტიკას, თითოეული მილიარდობით ვარსკვლავით, და თუ ინტელექტი არის საერთო, მაშინ უნდა იყოს მილიონობით ან მილიარდობით ცივილიზაციები. ზოგიერთი მათგანი უნდა იყოს უფრო ძველი ვიდრე ჩვენი, ზოგიერთი უნდა იყოს უფრო განვითარებული, ზოგიერთი უნდა იყოს გავრცელებული მთელ გალაქტიკაში. სად არიან ისინი? არსებობს მრავალი შესაძლო პასუხი ამ კითხვაზე. შესაძლოა ინტელექტი არის ძალიან იშვიათი. შესაძლოა ტექნოლოგიური ცივილიზაციები არიან თვითგანადგურებადი. შესაძლოა ისინი არსებობენ, მაგრამ არ აკომუნიკაციებენ. შესაძლოა ისინი აკომუნიკაციებენ, მაგრამ ჩვენ არ ვიცით როგორ მოусმინოთ. შესაძლოა ისინი არიან ისეთი განსხვავებული ჩვენგან, რომ ჩვენ ვერ ვცნობთ მათ როგორც ინტელექტს. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი შესაძლო პასუხი. პასუხი, რომელიც უკავშირდება სილურიულ ჰიპოთეზას. პასუხი, რომელიც ამბობს, შესაძლოა ცივილიზაციები არსებობენ, მაგრამ ისინი არ ტოვებენ გრძელვადიან კვალს. შესაძლოა ისინი არსებობენ მხოლოდ მოკლე პერიოდის განმავლობაში, რამდენიმე 1000 ან რამდენიმე ასეული 1000 წლის განმავლობაში და შემდეგ გაქრებიან. და თუ ეს ასეა, მაშინ ნებისმიერ მოცემულ მომენტში მხოლოდ მცირე ნაწილი ცივილიზაციებისა არის აქტიური. წარმოიდგინეთ ეს ასე. თქვენ გაქვთ უზარმაზარი დღე. დღე, რომელიც შეიცავს მილიარდობით ხეს. ყოველ წელს ზოგიერთი ხე ყვავის.
ყვავილობა გრძელდება მხოლოდ რამდენიმე დღის განმავლობაში. თუ თქვენ გაივლით ტყეში შემთხვევით დღეს, რა არის შანსი, რომ თქვენ დაინახავთ ყვავილობას? ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი ხე ყვავის ერთდროულად. თუ მხოლოდ ერთი ხე ყვავის ყოველ მილიონ ხეში, მაშინ შანსი არის ძალიან დაბალი. თუ ყოველი 100 ხე ყვავის, მაშინ შანსი არის უფრო მაღალი. ცივილიზაციები შეიძლება იყვნენ ისევე. ისინი შეიძლება იყვნენ იშვიათი, მოკლევადიანი მოვლენები, ყვავილობები, რომლებიც ხდება პერიოდულად მთელ სამყაროში. და თუ ჩვენ ვეძებთ მათ ახლა, ჩვენ ვეძებთ სხვა ყვავილობებს, რომლებიც ხდება ზუსტად ამ მომენტში. მაგრამ თუ ყვავილობები არის იშვიათი და მოკლე, მაშინ შანსი იმისა, რომ ჩვენ ვიპოვოთ ერთი, არის ძალიან დაბალი. ეს არის ერთ-ერთი შესაძლო ახსნა ფერმის პარადოქსისა. მაგრამ ის ასევე არის რაღაც უფრო მეტი. ის არის გაფრთხილება. გაფრთხილება, რომ ცივილიზაციები შეიძლება იყვნენ არა მუდმივი, არამედ წარმავალი, არა მარადიული, არამედ ეფემერული. და რომ ჩვენი საკუთარი ცივილიზაცია შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი ასეთი ყვავილობა, ლამაზი, ინტენსიური, მაგრამ მოკლე. მაგრამ დაუბრუნდეთ დედამიწას. დაუბრუნდეთ კითხვას. რამდენჯერ შეიძლება განვითარებულიყო ინტელექტი აქ, ჩვენს პლანეტაზე? და აქ ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვა მიდგომა. მიდგომა, რომელიც მოდის არა სტატისტიკიდან, არამედ გეოლოგიიდან. დაფიქრდით ამაზე. გეოლოგიური ჩანაწერი არ არის უწყვეტი ფილმი. ის არის კოლექცია სურათებისა. სურათები, რომლებიც გადაღებულია შემთხვევით ინტერვალებში. ზოგიერთი პერიოდი წარმოდგენილია კარგად. ჩვენ გვაქვს ბევრი ქანი, ბევრი ნალექი, ბევრი ნამარხი. სხვა პერიოდები წარმოდგენილია ცუდად. ჩვენ გვაქვს მცირე ქანი, მცირე ნალექი, მცირე ნამარხი. და ზოგიერთი პერიოდი საერთოდ არ არის წარმოდგენილი. ჩვენ გვაქვს ცარიელი ადგილები, პერიოდები, რომლებზეც ჩვენ არაფერი ვიცით. ეს ცარიელი ადგილები არ არის შემთხვევითი. ისინი არის სისტემატური. ისინი ხდება იმიტომ, რომ ქანები განადგურდება, ეროზიით, მეტამორფიზმით, სუბდუქციით. რაც უფრო ძველია ქანი, მით უფრო დიდია შანსი, რომ ის განადგურდა. ეს ნიშნავს, რომ რაც უფრო შორს უბრუნდებით დროში, მით მეტი ცარიელი ადგილი გაქვთ. გეოლოგებმა გამოთვალეს, რომ ჩვენ ვინახავთ დაახლოებით 1%-ს დედამიწის ზედაპირიდან ნებისმიერ მოცემულ დროში. ეს ნიშნავს, რომ 99% დედამიწის ზედაპირისა ნებისმიერ მოცემულ დროში არ არის წარმოდგენილი გეოლოგიურ ჩანაწერში. ის უბრალოდ გაქრა. ეხლა დაფიქრდით, რას ნიშნავს ეს ძველი ცივილიზაციებისთვის. თუ ცივილიზაცია არსებობდა 100 მილიონ წლის წინ და იყო კონცენტრირებული გარკვეულ რეგიონებში, თქვათ ის დაფარავდა 1%-ს დედამიწის ზედაპირისა, მაშინ შანსი იმისა, რომ ჩვენ გვაქვს გეოლოგიური ჩანაწერი ამ რეგიონებიდან, არის დაახლოებით 1% 1%-ისა. ეს არის 1000-ში 1. ეს არის ძალიან დაბალი შანსი. მაგრამ ის არ არის ნული. და აქ არის საინტერესო. თუ ინტელექტი განვითარდა არა ერთხელ, არამედ 10-ჯერ ან 100-ჯერ დედამიწის ისტორიაში, მაშინ შანსი იმისა, რომ ჩვენ ვიპოვოთ მინიმუმ ერთი მათგანი, ხდება უფრო მაღალი. არა გარანტირებული, მაგრამ შესაძლებელი. და ეს მიგვიყვანს ერთ-ერთ ყველაზე ფასცინაციურ იდეამდე მთელ ჰიპოთეზაში. იდეამდე, რომ ჩვენ უკვე შეიძლება ვიპოვეთ მტკიცებულება ძველი ცივილიზაციებისა, მაგრამ ჩვენ უბრალოდ არ ვცნობთ მას როგორც ასეთს. რომ ჩვენ უყურებთ გეოლოგიურ ანომალიებს, უჩვეულო ნახშირბადის იზოტოპურ ხელმოწერებს, უცნაურ მეტალების კონცენტრაციებს, ახსნა გაუცნობ გადაშენების მოვლენებს და ვფიქრობთ, რომ ისინი არიან ბუნებრივი, მაგრამ შესაძლოა ზოგიერთი მათგანი არ არის ბუნებრივი. შესაძლოა ზოგიერთი მათგანი არის ხელოვნური. ეს არ არის ფანტასტიკა, ეს არის ლეგიტიმური სამეცნიერო კითხვა. რადგან თუ ჩვენ არ ვიცით, როგორ გამოიყურება ძველი ცივილიზაციის კვალი, როგორ შეგვიძლია ვიცოდეთ, რომ ჩვენ არ ხედავთ მას უკვე. აიღეთ მაგალითად ოკლოს ბუნებრივი ბირთვული რეაქტორი. ეს არის ადგილი გაბონში, აფრიკაში, სადაც გეოლოგებმა აღმოაჩინეს რაღაცაც გასაოცარი. ურანის საბადო, რომელიც ჩანს, რომ გაიარა ბირთვული ფისია 2 მილიარდი წლის წინ. არა ხელოვნურად, არამედ ბუნებრივად. პირობები იყო ზუსტად სწორი. სწორი კონცენტრაცია ურანისა, სწორი რაოდენობა წყლისა, როგორც ნეიტრონული მოდერატორი, რომ ბირთვული ჯაჭვური რეაქცია დაიწყო სპონტანურად. ეს რეაქტორი მუშაობდა დაახლოებით რამდენიმე 100,000 წლის განმავლობაში, ჩართვა-გამორთვის ციკლებში. ის გამოიმუშავა სითბოს, ზითბოს, რადიაციას, ბირთვულ ნარჩენებს. და შემდეგ ის გაჩერდა, როდესაც ურანი ამოიწურა. დღეს ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ ის, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით, რას ვეძებთ. ანომალური იზოტოპური ხელმოწერები, რომლებიც მიუთითებს ბირთვულ ფისიაზე. მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ თქვენ არ იცოდით, რას ეძებდით. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ იყავით გეოლოგი, რომელიც იკვლევდა ამ ურანის საბადოს და იპოვა უჩვეულო იზოტოპურ ხელმოწერებს.
თქვენ შეიძლება epikrat, რომ ეს იყო უბრალოდ ანომალია, რაღაც უჩვეულო, მაგრამ ბუნებრივი. თქვენ არ იფიქრებდით, რომ ეს იყო ბირთვული რეაქტორი, რადგან ბირთვული რეაქტორები, თული რეაქტორები არ ხდება ბუნებრივად, გარდა იმისა, რომ ისინი ხდება როგორც ოკლო გვიჩვენებს. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ არსებობს სხვა ანომალიები გეოლოგიურ ჩანაწერში. ანომალიები, რომლებიც ასევე უჩვეულოა, მაგრამ რომლებსაც ჩვენ ვთვლით ბუნებრივად, რადგან ჩვენ არ ვიცით, რა სხვა შეიძლება იყვნენ. შესაძლოა ზოგიერთი ამ ანომალიებიდან არის კვალი ძველი ცივილიზაციებისა, მაგრამ ჩვენ ვერასოდეს ვიცოდით, თუ ჩვენ არ ვეძებთ მათ. და აქ არის ის, რაც ფრანკი და შმიტი მოუწოდებენ. სისტემატური ძიება ასეთი ანომალიებისა. არა იმიტომ, რომ ისინი მჯერათ, რომ ისინი არიან ძველი ცივილიზაციები, არამედ იმიტომ, რომ ისინი მჯერათ, რომ ჩვენ უნდა გამოურიცხოთ ეს შესაძლებლობა. ჩვენ უნდა ვეძებოთ არა მხოლოდ ის, რასაც ჩვენ ველით, არამედ ასევე ის, რასაც ჩვენ არ ველით. ეს მოითხოვს ახალ მიდგომას გეოლოგიისადმი. მიდგომას, რომელიც არ იღებს ყველაფერს როგორც ბუნებრივს. მიდგომას, რომელიც ეძებს ნიმუშებს, ეძებს კორელაციებს, ეძებს სიგნალებს, რომლებიც შეიძლება მიუთითებდეს ინტელექტურ აქტივობაზე. და ეს მოითხოვს ახალ ინსტრუმენტებს. ინსტრუმენტებს, რომლებიც შეუძლიათ აღმოაჩინონ სუსტი სიგნალები ხმაურში. ინსტრუმენტებს, რომლებიც შეუძლიათ განასხვავონ ბუნებრივი ანომალიები ხელოვნურისგან. ზოგიერთი ამ ინსტრუმენტებიდან უკვე არსებობს. მაგალითად, მაღალი გარჩევადობის მასის სპექტრომეტრია, ტექნიკა, რომელიც შეუძლია გაზომოს იზოტოპური თანაფარდობები უკიდურესი სიზუსტით. ეს ტექნიკა გამოიყენება იმის დასადგენად, არის თუ არა ნახშირბადი ორგანული თუ არაორგანული, არის თუ არა ის ბუნებრივი თუ ხელოვნური. ის შეიძლება გამოყენებული იქნას ძველი ნალექების სკანირებისთვის, ანომალური იზოტოპური ხელმოწერებისთვის, ხელმოწერები, რომლებიც შეიძლება მიუთითებდეს ინდუსტრიულ აქტივობაზე. სხვა ინსტრუმენტი არის მიკროსკოპია. უნარი შესწავლოს ნალექები მიკროსკოპულ დონეზე. ეს შეიძლება გამოვლინოს მიკროსკოპულ ნაწილაკებს, პლასტიკის ნაწილაკებს, მეტალის ნაწილაკებს, სინთეზურ მინერალებს, რომლებიც შეიძლება იყოს კვალი ტექნოლოგიური აქტივობისა. კიდევ ერთი ინსტრუმენტი არის გეოქიმიური მოდელირება. უნარი სიმულაცია გაუკეთოს გეოქიმიურ ციკლებს და იპოვოს ანომალიები. ეს შეიძლება გამოვლინოს პერიოდებს, როდესაც ნახშირბადის ციკლი, აზოტის ციკლი ან სხვა ციკლები იქცეოდა უჩვეულოდ, გზით, რომელიც არ შეესაბამება ბუნებრივ პროცესებს. ყველა ეს ინსტრუმენტი არსებობს, მაგრამ ისინი არ გამოიყენება სისტემატურად ძველი ცივილიზაციების ძიებისთვის. რატომ? რადგან უმეტეს გეოლოგებს არ სჯერათ, რომ ძველი ცივილიზაციები არსებობდნენ. ისინი ფიქრობენ, რომ ეს არის დროის ფუჭი ხარჯვა, ძიება რაღაცისა, რაც სავარაუდოდ არ არსებობს. მაგრამ ფრანკი და შმიტი ამტკიცებენ, რომ ეს არის არასწორი მიდგომა. ისინი ამბობენ, რომ მეცნიერება არ უნდა იყოს დაფუძნებული რწმენაზე. ის უნდა იყოს დაფუძნებული მტკიცებულებაზე. და თუ ჩვენ არ ვეძებთ მტკიცებულებას, ჩვენ ვერასოდეს ვიპოვით მას. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვიჯეროთ ძველი ცივილიზაციების არსებობა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ღია ამ შესაძლებლობისადმი. ჩვენ უნდა ვეძებოთ მტკიცებულება, არა იმიტომ, რომ ჩვენ ველით მის პოვნას, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა ვიცოდეთ ჭეშმარიტება. და აქ არის ის, რაც ხდის სილურიულ ჰიპოთეზას ისეთ მნიშვნელოვანს. ის არ არის მხოლოდ ჰიპოთეზა ძველი ცივილიზაციების შესახებ. ის არის ჰიპოთეზა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გავაკეთოთ მეცნიერება. ის არის ჰიპოთეზა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ვიფიქროთ უცნობზე. ის არის ჰიპოთეზა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ვიყოთ ღია ახალი იდეებისადმი, ახესაძლებლობებისადმი, ახალი გზებისადმი გაგებისა. რადგან საბოლოო ჯამში სილურიული ჰიპოთეზა არ არის პასუხი, ის არის კითხვა. კითხვა, რომელიც გვეკითხება: რას ვიცით, რას არ ვიცით და რას შეგვიძლია ვიცოდეთ, თუ ჩვენ ვეძებთ. და ეს კითხვა, ეს უბრალო ფუნდამენტური კითხვა, შეიძლება იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც ჩვენ შეგვიძლია დავსვათ. რადგან ის არ ეხება მხოლოდ წარსულს, ის ეხება მომავალს. ის ეხება იმას, თუ ვინ ვართ ჩვენ, სად ვართ ჩვენ და სად მივდივართ. თუ ძველი ცივილიზაციები არსებობდნენ და გაქრნენ, რა შეგვიძლია ვისწავლოთ მათგან? რა შეცდომები დაუშვეს მათ? როგორ თავიდან ავიცილოთ იგივე ბედი? და თუ ისინი არ არსებობდნენ, თუ ჩვენ ვართ პირველები, რა პასუხისგებლობა გვაქვს ჩვენ? პასუხისგებლობა რა მხოლოდ ჩვენი საკუთარი გადარჩენისთვის, არამედ ასევე იმისთვის, რომ დავტოვოთ კვალი. კვალი, რომელიც ითქვის მომავალ ცივილიზაციებს. ჩვენ აქ ვიყავით, ჩვენ ვცდილობდით, ჩვენ ვიზრუნეთ. მესმის სრულყოფილად რას ფიქრობთ ახლა? ეს ყველაფერი ჟღერს როგორც ფსევდომეცნიერება. როგორც თეორიები უცხო პლანეტელების შესახებ, რომლებიც აშენებდნენ პირამიდებს, როგორც იდეები დაკარგული ატლანტიდის შესახებ. და თქვენ მართალი იქნებოდით, იფიქროთ ასე. თუ ეს იქნებოდა ის, რასაც ჩვენ ვამბობთ,
მაგრამ აქ არის კრიტიკული განსხვავება, რომელიც ყოფს სილურიულ ჰიპოთეზას ყველა ამ ფსევდომეცნიერული თეორიისგან. ადამ ფრანკი და გევინ შმიტი არ ამბობენ, რომ ძველი ცივილიზაციები არსებობდნენ. ისინი ამბობენ რაღაც ბევრად უფრო ფუნდამენტურს და ბევრად უფრო საშიშს. ჩვენ არ ვიცით. და რაც უფრო მეც ვსწავლობთ, მით უფრო ნაკლებს ვიცით. ეს არ არის თავმდაბლობა. ეს არის სამეცნიერო სიმართლე. და ეს სიმართლე იწყება ერთი უბრალო დაკვირვებით. ყველაფერი, რასაც ჩვენ ვიცით დედამიწის ისტორიის შესახებ, მოდის გეოლოგიური ჩანაწერიდან. მაგრამ ეს ჩანაწერი არ არის ვიდეო ჩანაწერი. ის არ არის უწყვეტი ფილმი. ის არის ფოტოალბომი. ალბომი, რომლიდან ამოგლეჯილია 1999 გვერდი ყოველ 2000-დან. და ჩვენ ვცდილობთ გაღვადგინოთ მთელი ისტორია ამ დარჩენილი ერთი გვერდიდან. წარმოიდგინეთ, რომ ვიღაცა გაძლევთ წიგნს, რომანს, რომელიც შეიცავს 1000 გვერდს, მაგრამ ამ წიგნიდან დარჩა მხოლოდ 10 გვერდი. შემთხვევითი გვერდები: გვერდი 30, გვერდი 152, გვერდი 327 და ასე შემდეგ. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ ვიღაცა გთხოვთ მოგითხროთ მთელი ამბავი. ვინ იყვნენ პერსონაჟები? რა მოხდა მათთან? როგორ დასრულდა ისტორია? თქვენ შეძლებდით გამოიცნოთ ზოგიერთი რამ. შეძლებდით დაინახოთ ნიმუშები, მაგრამ უმეტესობა იქნებოდა ვარაუდი. განათლებული ვარაუდი, მაგრამ მაინც ვარაუდი. ეს არის ზუსტად ის, რასაც გეოლოგები აკეთებენ. ისინი კითხულობენ ფრაგმენტულ ჩანაწერს და ცდილობენ აღადგინონ მთელი ისტორია. და უმეტეს შემთხვევაში ისინი აკეთებენ საოცარ საქმეს. ისინი იპოვეს, როგორ წარმოიქმნა სიცოცხლე, როგორ განვითარდა მრავალუჯრედოვანი ორგანიზმები, როგორ დაიპყრეს ცხოველებმა სახმელეთი, როგორ გაქრნენ დინოზავრები, როგორ განვითარდა ძუძუმწოვრები. ყველა ეს აღმოჩენა არის ტრიუმფი. ტრიუმფი ადამიანური გონების, ადამიანური შეუპოვრობის, ადამიანური ცნობის მოყვარეობის. მაგრამ არსებობს ერთი რამ, რასაც გეოლოგიური ჩანაწერი ვერ გვეუბნება. ერთი რამ, რომელიც იმალება მის ცარიელ ადგილებში. და ეს რამ არის? რა მოხდა იმ პერიოდებში, რომლებზეც ჩვენ არაფერი ვიცით? რა არსებობდა იმ რეგიონებში, რომლებიც აღარ არის წარმოდგენილი ქანებში? რა ცივილიზაციები შეიძლება აყვავდნენ და გაქრნენ იმ მილიონობით წლის განმავლობაში, რომლებზეც ჩვენ გვაქვს მხოლოდ დუმილი? და აქ მოდის ყველაზე შემაშფოთებელი ნაწილი. ნაწილი, რომელიც ფრანკმა და შმიტმა გამოთვალეს მათემატიკური სიზუსტით. ისინი იკითხეს: თუ ინდუსტრიული ცივილიზაცია არსებობდა 100 მილიონ წლის წინ და გაგრძელდა მხოლოდ 10,000 წლის განმავლობაში, რაც არის 5 ჯერ უფრო გრძელი ვიდრე ჩვენი ცივილიზაცია, რა იქნებოდა ალბათობა, რომ ჩვენ ვიპოვოთ მისი კვალი? პასუხი დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე. პირველი, სად იყო ეს ცივილიზაცია? თუ ის იყო კონცენტრირებული სანაპიროზე, ისევე როგორც ჩვენი ცივილიზაცია, მაშინ მისი კვალი ახლა იქნებოდა ოკეანის ფსკერზე. და ოკეანის ფსკერი რეციკლირდება სუბდუქციით ყოველ 140 მილიონ წელიწადში. ეს ნიშნავს, რომ ყველა ქანი, რომელიც იყო ოკეანის ფსკერზე 100 მილიონ წლის წინ, ახლა არის დედამიწის მანტიაში, დნობილი, გარდაქმნილი, განადგურებული. მეორე ფაქტორი. რამდენ ხანს გაგრძელდა ეს ცივილიზაცია? თუ ის გაგრძელდა მხოლოდ რამდენიმე 1000 წლის განმავლობაში, მისი გეოლოგიური ხელმოწერა იქნებოდა თხელი. ისეთი თხელი, რომ ის შეიძლება იყოს განურჩევადი ბუნებრივი ვარიაციებისგან. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ეძებთ ფენას, რომელიც არის 1 მილიმეტრი სისქით, ქანებში, რომლებიც არის კილომეტრობით სისქით. როგორ იპოვით მას? მესამე ფაქტორი. რა ტიპის ტექნოლოგია ჰქონდა ამ ცივილიზაციას? თუ ისინი წვავდნენ ნახშირბადს, ისევე როგორც ჩვენ, ისინი დატოვებდნენ ნახშირბადის იზოტოპურ ანომალიას. მაგრამ თუ ისინი იყენებდნენ განახლებად ენერგიას, მზის, ქარის, გეოთერმოს, ულს, ისინი არ დატოვებდნენ ამ ხელმოწერას. ისინი იქნებოდნენ უხილავები. მეოთხე ფაქტორი. რამდენად ინტენსიური იყო ეს ცივილიზაცია? თუ მათი პოპულაცია იყო მცირე, თქვათ რამდენიმე მილიონი ინდივიდი, მათი გავლენა პლანეტაზე იქნებოდა მცირე. მათი გეოლოგიური კვალი იქნებოდა სუსტი. მაგრამ თუ მათი პოპულაცია იყო დიდი, თქვათ რამდენიმე მილიარდი, მათი გავლენა იქნებოდა მნიშვნელოვანი. მათი კვალი იქნებოდა ძლიერი. ფრანკმა და შმიტმა გამოთვალეს ყველა ეს ფაქტორი. ისინი შექმნეს მათემატიკური მოდელები. ისინი გაუშვეს სიმულაციები. და მათ მივიდნენ დასკვნამდე, რომელიც არის ერთდროულად დამამშვიდებელი და შემაშფოთებელი. თუ ინდუსტრიული ცივილიზაცია არსებობდა 100 მილიონ წლის წინ და იყო მსგავსი ჩვენისა, მოკლევადიანი, ინტენსიური, ნახშირბადზე დაფუძნებული, მაშინ ალბათობა იმისა, რომ ჩვენ ვიპოვოთ მისი კვალი, არის დაახლოებით 10-დან 1. არა 0, არა გარანტირებული, არამედ შესაძლებელი. 10-დან 1.
დაფიქრდით ამაზე. ეს ნიშნავს, რომ თუ 10 ასეთი ცივილიზაცია არსებობდა დედამიწის ისტორიაში, ჩვენ სავარაუდოდ ვიპოვით ერთს. მაგრამ ეს ასევე ნიშნავს, რომ თუ მხოლოდ ერთი ასეთი ცივილიზაცია არსებობდა, ჩვენ სავარაუდოდ არ ვიპოვით მას. ჩვენ გავივლით მის გვერდით. ვიფიქრებთ, რომ ის არის უბრალოდ ბუნებრივი ანომალია. და აქ მოდის რეალური კითხვა. კითხვა, რომელიც ცვლის ყველაფერს. არა იყვნენ თუ არა ძველი ცივილიზაციები, არამედ როგორ ვიცით, რომ ჩვენ უკვე არ ვიპოვეთ ისინი და უბრალოდ არ ცნობთ მათ. აიღეთ პალეოცენ-ეოცენის თერმული მაქსიმუმი, პეტმა, 46 მილიონი წლის წინ. 5000 წლის განმავლობაში პლანეტა გათბა 8 გრადუსით. ნახშირბადის იზოტოპური ხელმოწერა აჩვენებს მასიურ ორგანული ნახშირბადის გათავისუფლებას. ოკეანეები გახდა მჟავიანი. სახეობები გადაინაცვლეს ან გაქრნენ. ყველა ეს სიგნალი შეესაბამება ინდუსტრიულ კოლაფსს. ოფიციალური ახსნა არის ვულკანური აქტივობა პლუს მეთანის ჰიდრატების გათავისუფლება. და ეს ახსნა მუშაობს, ის ხსნის მონაცემებს, მაგრამ აქ არის საინტერესო. ინდუსტრიული კოლაფსი ასევე ახსნიდა იმავე მონაცემებს. ორივე სცენარი, ბუნებრივი და ხელოვნური, წარმოქმნიდა იდენტურ გეოლოგიურ ხელმოწერას. ეს არ ნიშნავს, რომ პეტმ იყო ინდუსტრიული კოლაფსი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ განვასხვავებთ ორ სცენარს მხოლოდ არსებული მონაცემებით. ჩვენ გვჭირდება დამატებითი მტკიცებულება, პლასტიკის მიკრონაწილაკები, სინთეზური ქიმიკატები, რადიოაქტიური იზოტოპები. მაგრამ ეს მტკიცებულება შეიძლება არ შენარჩუნდეს 46 მილიონი წლის შემდეგ. ან აირეთ ტრიასის იურის გადასვლა. 201 მილიონი წლის წინ 40% სახეობებისა გაქრა. ნახშირბადის იზოტოპური ანომალია, ოკეანის ანოქსია. ყველა ეს სიგნალი შეესაბამება გლობალურ კატასტროფას. მაგრამ რა ტიპის კატასტროფას? ბუნებრივს თუ ხელოვნურს? ჩვენ ვერ ვიცით. და აქ არის ყველაზე შემაშფოთებელი ნაწილი. რაც უფრო მეტ ვსწავლობთ გეოლოგიურ ჩანაწერს, მით მეტ ასეთ ანომალიას ვპოულობთ. პერიოდები სწრაფი კლიმატის ცვლილებისა, პერიოდები მასობრივი გადაშენებისა, პერიოდები უჩვეულო გეოქიმიური ხელმოწერებისა. ზოგიერთი მათგანი ახსნილია კარგად, სხვები არა. და ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენ პოულობთ ახსნა გაუცნობ ანომალიას, ჩვენ ვივარაუდებთ, რომ ის არის ბუნებრივი, რადგან რა სხვა შეიძლება იყოს. მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ ვცდებით. წარმოიდგინეთ, რომ ზოგიერთი ამ ანომალიებიდან არ არის ბუნებრივი. წარმოიდგინეთ, რომ ისინი არის კვალი, სუსტი, თითქმის განურჩევადი კვალი, ცივილიზაციებისა, რომლებიც აყვავდნენ და გაქრნენ მილიონობით წლის წინ. როგორ ვიცოდით? როგორ შეგვეძლო ოდესმე ვიცოდეთ? პასუხი არის, ჩვენ არ შეგვიძლია ვიცოდეთ დარწმუნებით. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვიმსჯელოთ ალბათობებზე. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, ეს ანომალია შეესაბამება ბუნებრივ პროცესებს 90% ალბათობით. მაგრამ არსებობს 10% შანსი, რომ ის არის რაღაც სხვა. და ეს 10%, ეს მცირე, მაგრამ არანულოვანი ალბათობა, არის ის, რაც ხდის სილურიულ ჰიპოთეზას ლეგიტიმურ სამეცნიერო კითხვას. რადგან მეცნიერება არ არის დარწმუნებულობა, მეცნიერება არის ალბათობა. მეცნიერება არის ვარაუდი, განათლებული მონაცემებზე დაფუძნებული ვარაუდი და შემდეგ ამ ვარაუდის ტესტირება. და თუ ჩვენ არ ტესტავთ ვარაუდს, რომ ძველი ცივილიზაციები შეიძლება არსებობდნენ, ჩვენ არ ვაკეთებთ მეცნიერებას. ჩვენ უბრალოდ ვივარაუდებთ. მაგრამ როგორ ტესტავთ ამ ვარაუდს? როგორ ვეძებთ რაღაცას, რაც შეიძლება არ არსებობდეს? პასუხი მოდის არა გეოლოგიიდან, არამედ ასტრონომიიდან. კონკრეტულად ის მოდის ძიებიდან ექსოპლანეტებისთვის, პლანეტების სხვა ვარსკვლავების გარშემო. ბოლო 30 წლის განმავლობაში ასტრონომებმა აღმოაჩინეს 5000-ზე მეტი ექსოპლანეტა. ზოგიერთი მათგანი არის გაზის გიგანტები, მსგავსი იუპიტერისა. სხვები არის ქვიანი პლანეტები, მსგავსი დედამიწისა. და ზოგიერთი მათგანი არის სასიცოცხლო ზონაში, რეგიონი, სადაც ტემპერატურა არის სწორი თხევადი წყლისთვის. ეს აღმოჩენები ცვლის ყველის ყველაფერს. ისინი გვეუბნებიან, რომ პლანეტები არ არის იშვიათი. ისინი არის საერთო. თითქმის ყოველ ვარსკვლავს აქვს პლანეტები და ბევრ ამ პლანეტას აქვს პირობები, რომლებიც შეიძლება მხარი დაუჭიროს სიცოცხლეს. მაგრამ აქ არის კითხვა. თუ პლანეტები არის საერთო და თუ სიცოცხლე არის საერთო და თუ ინტელექტი არის საერთო, მაშინ სად არიან ყველა ცივილიზაციები? რატომ არ ვხედავთ მათ სიგნალებს? რატომ არ ვხედავთ მათ კოსმოსურ ხომალდებს? რატომ არ ვხედავთ მათ დაისონის სფეროებს, გიგანტურ სტრუქტურებს, რომლებიც გარს აკრავს მთელ ვარსკვლავებს და იყენებს მათ ენერგიას? ეს არის ფერმის პარადოქსი და არსებობს მრავალი შესაძლო ახსნა, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ახსნა მოდის სილურიული ჰიპოთეზიდან. შესაძლოა ცივილიზაციები არსებობენ, მაგრამ ისინი არ ტოვებენ გრძელვადიან კვალს.
შესაძლოა ისინი არსებობენ მხოლოდ მოკლე პერიოდის განმავლობაში, რამდენიმე 1000 წლის განმავლობაში და შემდეგ გაქრებიან. და თუ ეს ასეა, მაშინ ნებისმიერ მოცემულ მომენტში მხოლოდ მცირე ნაწილი ცივილიზაციებისა არის აქტიური. წარმოიდგინეთ, რომ ჩვენს გალაქტიკაში, რომელიც შეიცავს 200 მილიარდ ვარსკვლავს, ყოველ მილიონ წელიწადში ჩნდება ერთი ახალი ცივილიზაცია. ეს ნიშნავს, რომ გალაქტიკის 10 მილიარდი წლის ისტორიაში იყო 10,000 ცივილიზაცია. მაგრამ თუ თითოეული ცივილიზაცია გრძელდება მხოლოდ 10,000 წლის განმავლობაში, მაშინ ნებისმიერ მოცემულ მომენტში მხოლოდ 10 ცივილიზაციაა აქტიური მთელ გალაქტიკაში. 10 ცივილიზაცია 200 მილიარდ ვარსკვლავში. შანსი იმისა, რომ ჩვენ ვიპოვოთ ერთი მათგანი, არის თითქმის 0. ეს არის ბნელი ხედვა. ხედვა, რომელიც გულისხმობს, რომ სამყარო არის სავსე ცივილიზაციებით, მაგრამ ისინი ყველა არიან მარტოხელები. ისინი ყველა ჩნდებიან, ყვავიან მოკლე დროის განმავლობაში და შემდეგ გაქრებიან, ვერასოდეს იპოვიან ერთმანეთს. ისინი არიან როგორც ხანძრის ჭიები ღამეში. ათასობით მათგანი ანათებს და ქრება, მაგრამ არც ერთი მათგანი არ ხედავს სხვას. მაგრამ არსებობს სხვა გზა ამაზე ფიქრისა. გზა, რომელიც ნაკლებად პესიმისტურია. შესაძლოა ზოგიერთი ცივილიზაცია სწავლობს. შესაძლოა ისინი გადადიან ახალ ფაზაში, სადაც ისინი აღარ არიან თვითგანადგურებადი. ფაზაში, სადაც ისინი ცხოვრობენ მდგრადად, არ ტოვებენ დიდ გვალს, არ აკომუნიკაციებენ ხმაურიანად. ასეთი ცივილიზაციები იქნებოდნენ უხილავები, არა იმიტომ, რომ ისინი არ არსებობენ, არამედ იმიტომ, რომ ისინი ისწავლეს, როგორ იცხოვრონ ჰარმონიაში თავიანთ პლანეტასთან და თავიანთ სამყაროსთან. და აქ ჩვენ მივდივართ ყველაზე ღრმა კითხვამდე მთელ ჰიპოთეზაში. რა არის ცივილიზაციის მიზანი? არის თუ არა ის უბრალოდ ზრდა, ექსპანსია, მეტი და მეტი ენერგიის მოხმარება, მეტი და მეტი რესურსების გამოყენება, სანამ არ ამოწურავს ყველაფერს და კარგ განადგურებს საკუთარ თავს. თუ არის რაღაც უფრო მაღალი, მდგრადობა, ბალანსი, ჰარმონია. ჩვენი ცივილიზაცია ახლა დგას ამ კითხვის წინაშე. ჩვენ ვაწყდებით ეგზისტენციურ არჩევანს. გავაგრძელოთ თუ არა ზრდა, წვა მეტი ნახშირბადისა, მოხმარება მეტი რესურსებისა, წარმოება მეტი ნარჩენებისა, სანამ არ გავანადგურებთ საკუთარ თავს. თუ შევცვალოთ კურსი, გადავიდეთ განახლებად ენერგიაზე, შევამციროთ ჩვენი კვალი, ვიცხოვროთ მდგრადად. ეს არჩევანი არ არის მხოლოდ პრაქტიკული, ის არის ფილოსოფიური. ის არის კითხვა იმის შესახებ, თუ ვინ ვართ ჩვენ როგორც სახეობა. ვართ თუ არა ჩვენ უბრალოდ კიდევ ერთი ცხოველი, რომელიც მოიხმარს რესურსებს, რეპროდუცირდება და შემდეგ გაქრება. თუ ვართ ჩვენ რაღაც მეტი, რაღაც რაც შეუძლია ისწავლოს, შეიცვალოს, გადარჩეს. სილურიული ჰიპოთეზა არ იძლევა პასუხს ამ კითხვაზე, მაგრამ ის აყენებს მას ახალ კონტექსტში. ის გვეუბნება, თქვენ შეიძლება არ იყოთ პირველები, ვინც აწყდა ამ არჩევანს. შეიძლება სხვებიც იყვნენ, სხვა სახეობები, სხვა ცივილიზაციები, სხვა ინტელექტები, რომლებმაც დაუსვეს საკუთარ თავს იგივე კითხვა. და შეიძლება ზოგიერთმა მათგანმა აირჩია ზრდა და განადგურდა. და შეიძლება ზოგიერთმა მათგანმა აირჩია მდგრადობა და გადარჩა. და თუ ისინი გადარჩნენ, სად არიან ისინი ახლა? შესაძლოა ისინი ჯერ კიდევ აქ არიან, არა როგორც ცივილიზაციები, რომლებიც აშენებენ ქალაქებს და ხომალდებს, არამედ როგორც რაღაც სხვა. რაღაც, რაც ჩვენ ვერ ვერცნობთ. რაღაც, რაც ცხოვრობს ისე ჰარმონიულად პლანეტასთან, რომ ის არის თითქმის უხილავ. ეს ჟღერს როგორც მისტიკა, მაგრამ ეს არ არის მისტიკა. ეს არის ლოგიკური დასკვნა სილურიული ჰიპოთეზიდან. რადგან თუ ცივილიზაციები, რომლებიც ტოვებენ დიდ კვალს, არიან თვითგანადგურებადი, მაშინ ერთადერთი ცივილიზაციები, რომლებიც გადარჩებიან გრძელვადიანად, არიან ის, რომლებიც არ ტოვებენ დიდ კვალს. და თუ ისინი არ ტოვებენ დიდ კვალს, ჩვენ ვერასოდეს ვიპოვით მათ, არც გეოლოგიურ ჩანაწერში, არც კოსმოსში. ეს არის საბოლოო პარადოქსი. რაც უფრო წარმატებულია ცივილიზაცია, მით ნაკლებად აღმოჩენადია ის. და რაც უფრო ვცდილობთ ვიპოვოთ ცივილიზაციები, როგორც დედამიწაზე, ასევე კოსმოსში, მით უფრო ხვდებით, რომ ჩვენ შეიძლება ვეძებთ არასწორ რამეს. ჩვენ ვეძებთ ხმაურს, რადიოსიგნალებს, დაისონის სფეროებს, გეოლოგიურ ანომალიებს. მაგრამ შესაძლოა ნამდვილად წარმატებული ცივილიზაციები არ აკეთებენ ხმაურს. ისინი არიან ჩუმები. ისინი არიან უხილავები. ისინი არიან ჰარმონიაში. და თუ ეს ასეა, მაშინ ჩვენი საკუთარი ცივილიზაცია, ხმაურიანი, ინტენსიური, დესტრუქციული, შეიძლება იყოს არა ნორმა, არამედ გამონაკლისი. შეიძლება ჩვენ ვართ ახალგაზრდა ცივილიზაცია, რომელიც ჯერ კიდევ სწავლობს, ჯერ კიდევ იზრდება, ჯერ კიდევ აკეთებს შეცდომებს. და კითხვა არის, ვისწავლით თუ არა, შევიცვლებით თუ არა, გადავრჩებით თუ არა. ეს კითხვა არ არის აბსტრაქტული,
ის არის კონკრეტული, ის არის გადაუდებელი. რადგან ჩვენ ვცხოვრობთ კრიტიკულ მომენტში, როდესაც ჩვენი არჩევანი განსაზღვრავს ჩვენს მომავალს. ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ ჩვენი მიმდინარე გზა, რომელიც მიგვიყვანს კლიმატის კატასტროფისკენ, რესურსების ამოწურვისკენ, შესაძლოა თვითგანადგურებისკენ. ან ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ კურსი, გადავიდეთ მდგრად ენერგიაზე, შევამციროთ ჩვენი კვალი, ვისწავლოთ როგორ ვიცხოვროთ ჰარმონიაში ჩვენს პლანეტასთან. და აქ სილურიული ჰიპოთეზა ხდება არა მხოლოდ სამეცნიერო კითხვა, არამედ მორალური იმპერატივი. რადგან თუ ძველი ცივილიზაციები არსებობდნენ და განადგურდნენ, ჩვენ გვაქვს გაფრთხილება. გაფრთხილება, რომ ინტელექტი არ არის გარანტია გადარჩენისა, რომ ტექნოლოგია არ არის გარანტია წარმატებისა, რომ ცივილიზაცია შეიძლება იყოს თვითგანადგურებადი, თუ ის არ სწავლობს როგორ იცხოვროს მდგრადად. მაგრამ თუ ძველი ცივილიზაციები არსებობდნენ და გადარჩნენ, თუ ისინი ისწავლეს, შეიცვალნენ, გადავიდნენ ახალ ფაზაში, მაშინ ჩვენ გვაქვს იმედი. იმედი, რომ ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ, რომ ჩვენ შეგვიძლია შევიცვალოთ, რომ ჩვენ შეგვიძლია გადავრჩეთ. და ეს არის ნამდვილი მნიშვნელობა სილურიული ჰიპოთეზისა. არა იმის პოვნა იყვნენ თუ არა ძველი ცივილიზაციები, არამედ იმის გაგება თუ რას ნიშნავს იყო ცივილიზაცია, რას ნიშნავს იყო ინტელექტური, რას ნიშნავს გადარჩენა. რადგან საბოლოო ჯამში ჩვენ ყველანი, ყველა ცივილიზაცია, ყველა სახეობა, ყველა ინტელექტი ვაწყდებით იმავე ფუნდამენტურ კითხვას. როგორ ვიცხოვროთ პლანეტაზე, რომელსაც აქვს შეზღუდული რესურსები? როგორ ვიცხოვროთ ისე, რომ არ გავანადგუროთ საკუთარი თავი? როგორ ვიცხოვროთ ისე, რომ დავტოვოთ რაღაც მომავალი თაობებისთვის, არა მხოლოდ ნარჩენები და განადგურება, არამედ იმედი და შესაძლებლობა? ეს კითხვები არ არის ახალი. ისინი ისეთივე ძველია, როგორც თავად ცივილიზაცია. მაგრამ ახლა, პირველად ჩვენს ისტორიაში, ჩვენ გვაქვს ინსტრუმენტები, სამეცნიერო ინსტრუმენტები, ტექნოლოგიური ინსტრუმენტები, რომ ვიპოვოთ პასუხები. ჩვენ შეგვიძლია შევისწავლოთ გეოლოგიური ჩანაწერი, ჩვენ შეგვიძლია ვეძებოთ ექსოპლანეტები, ჩვენ შეგვიძლია ვეძებოთ სიგნალები სხვა ცივილიზაციებისგან და ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ ჩვენი საკუთარი შეცდომებიდან. რადგან ჩვენ ვართ ახლა ამ მომენტში ცივილიზაცია, რომელიც ტოვებს კვალს, დიდ, ხმაურიან, განადგურებულ კვალს. და ეს კვალი ჩაიწერება გეოლოგიურ ჩანაწერში. 100 მილიონი წლის შემდეგ თუ ვიღაცა ეძებს, ისინი იპოვიან ჩვენს ფენას, თხელ ფენას, პლასტიკით, მეტალებით, რადიოაქტიური იზოტოპებით, ნახშირბადის ანომალიებით. და ისინი იკითხავენ, ვინ იყვნენ ისინი? რა მოხდა მათთან? გადარჩნენ თუ არა? და პასუხი ამ კითხვაზე, პასუხი რომელსაც ჩვენ წევთ ახლა, ჩვენი ყოველი არჩევანით, ჩვენი ყოველი ქმედებით, განსაზღვრავს არა მხოლოდ ჩვენს მომავალს, არამედ ასევე იმას, თუ რას ვტოვებთ უკან. ვტოვებთ თუ არა გაფრთხილებას, კიდევ ერთ ცივილიზაციას, რომელმაც ვერ ისწავლა. თუ ვტოვებთ იმედს, ცივილიზაციას, რომელმაც ისწავლა, შეიცვალა, გადარჩა, ეს არის ჩვენი არჩევანი. და ეს არჩევანი იწყება იმის გაგებით, რომ ჩვენ შეიძლება არ ვიყოთ პირველები, რომ სხვაებიც შეიძლება იყვნენ, სხვა ცივილიზაციები, სხვა ინტელექტები, რომლებმაც დაუსვეს საკუთარ თავს იგივე კითხვები. და რომ მათი პასუხები, მათი წარმატებები და მათი წარუმატებლობები შეიძლება იყოს დამალული გეოლოგიურ ჩანაწერში, ელოდება აღმოჩენას. ან შეიძლება არა, შეიძლება ჩვენ ვართ პირველები. პირველი ცივილიზაცია ამ პლანეტაზე, რომელმაც მიაღწია ამ დონეს, პირველი, ვინც დაუსვა ეს კითხვები, პირველი, ვინც აწკდა ამ არჩევანს. მაგრამ პირველი ან არა, კითხვა რჩება იგივე. რას ვირჩევთ? ზრდას თუ მდგრადობას, განადგურებას თუ ჰარმონიას, მოკლევადიან ინტენსივობას თუ გრძელვადიან გადარჩენას? ეს არის კითხვა, რომელსაც სილურიული ჰიპოთეზა გვისვამს. არა როგორც პასუხი, არამედ როგორც სარკე. სარკე, რომელიც ასახავს ჩვენს საკუთარ ცივილიზაციას, ჩვენს საკუთარ არჩევანებს, ჩვენს საკუთარ მომავალს. და ამ სარკეში ჩვენ ხედავთ არა მხოლოდ ჩვენს თავს, არამედ ასევე ყველა იმ ცივილიზაციას, რომელიც შეიძლება იყოს ჩვენამდე. ყველა იმ ინტელექტს, რომელიც შეიძლება დაუსვა იგივე კითხვები. ყველა იმ არჩევანს, რომელიც შეიძლება გაკეთდა და ყველა იმ შედეგს, რომელიც მოჰყვა. და ამ ხედვაში, ამ ფართო კოსმიურ ხედვაში, ჩვენი საკუთარი ცივილიზაცია ხდება არა უნიკალური, არამედ ნაწილი უფრო დიდი ნიმუშისა. ნიმუშისა, რომელიც მეორდება მილიონობით წლის განმავლობაში, მილიარდობით პლანეტაზე. ნიმუშისა, რომელიც არის ერთდროულად ტრაგიკული და ლამაზი. ინტელექტის აყვავება, მისი ბრწყინვალება და შემდეგ არჩევანი. არჩევანი, რომელიც განსაზღვრავს ყველაფერს. და ახლა ეს არჩევანი არის ჩვენი. მაგრამ ახლა, ამ ყველაფრის შემდეგ, ყველა ამ მეცნიერების, ყველა ამ გამოთვლების, ყველა ამ ჰიპოთეზების შემდეგ დაუბრუნდეთ იმას, რითაც დავიწყეთ.
დაუბრუნდეთ იმ ქვას, რომელიც იმალება თქვენი ქალაქის ქვეშ, 2 კილომეტრის სიღრმეზე. იმ ქვას, რომელიც წარმოიქმნა 50 მილიონი წლის წინ და ინახავს სრულყოფილ დუმილს. ეს დუმილი, ეს ღრმა გეოლოგიური დუმილი, არის შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა მთელ ამ ძიებაში. არა იმიტომ, რომ ის გვეუბნება, რომ ძველი ცივილიზაციები არ არსებობდნენ, არამედ იმიტომ, რომ ის გვეუბნება რაღაც უფრო ღრმას, რომ სამყარო არ ვალდებულია შეინარჩუნოს ჩვენი ისტორია. რომ დრო არის არა არქივი, არამედ მდინარე. მდინარე, რომელიც ზოგჯერ ინახავს, მაგრამ ხშირად წმენდს, ანადგურებს, ავიწყდება. და ამ დუმილში იმალება ფილოსოფიური კითხვა, რომელიც სცილდება გეოლოგიას, სცილდება ასტრონომიას, სცილდება თუნდაც მეცნიერებას. რას ნიშნავს არსებობა, თუ არსებობა არ ტოვებს გვალს? რას ნიშნავს იყო ცივილიზაცია, თუ ეს ცივილიზაცია შეიძლება სრულად გაქრეს, არა მხოლოდ მისი ქალაქები და ტექნოლოგიები, არამედ თუნდაც მისი მეხსიერება. ეს არის კითხვა, რომელსაც ფილოსოფოსები უწოდებენ არსებობის წარმალობას. იდეა, რომ ყველაფერი, რაც არსებობს, საბოლოოდ გაქრება. არა მხოლოდ ინდივიდები, არამედ სახეობები, არა მხოლოდ სახეობები, არამედ ცივილიზაციები, არა მხოლოდ ცივილიზაციები, არამედ პლანეტები, არა მხოლოდ პლანეტები, არამედ ვარსკვლავები, არა მხოლოდ ვარსკვლავები, არამედ galaktikები. ფიზიკოსები უწოდებენ ამას ენტროპიას. მეორე თერმოდინამიკის კანონი, რომელიც ამბობს, რომ ყველა სისტემა მიისწრაფვის უწესრიგობისკენ. რომ ენერგია ვრცელდება, სტრუქტურები იშლება, ინფორმაცია იკარგება. რომ სამყარო მიდის არა წესრიგისკენ, არამედ ქაოსისკენ. რომ საბოლოო ბედი ყველაფრისა არის დაშლა. მაგრამ აქ არის საინტერესო. ენტროპია არ არის მტისიერი. ის არის თანდათანობითი. ის ირებს დროს, ბევრ დროს. და ამ დროის განმავლობაში რაღაც საოცარი ხდება. სტრუქტურები ჩნდება. სიცოცხლე ჩნდება. ინტელექტი ჩნდება. ცივილიზაციები ჩნდებიან. არა მიუხედავად ენტროპიისა, არამედ ენტროპიის წყალობით, რადგან ენტროპია ქმნის გრადიენტებს, სხვაობებს, დინამიკას, რომელიც ამოძრავებს სიცოცხლეს. ეს არის ის, რასაც ფიზიკოსები უწოდებენ დისიპატიურ სტრუქტურებს. სტრუქტურები, რომლებიც ჩნდება და ინარჩუნებენ საკუთარ თავს ენერგიის ნაკადების მეშვეობით. ალი არის დისიპატიური სტრუქტურა. ის ინარჩუნებს თავის ფორმას ჰაერის მოძრაობის მეშვეობით. ქარიშხალი არის დისიპატიური სტრუქტურა. ის ინარჩუნებს თავის ფორმას სითბოს გრადიენტების მეშვეობით. და სიცოცხლე, ყველა ორგანიზმი, ყველა ცივილიზაცია არის დისიპატიური სტრუქტურა, რომელიც ინარჩუნებს თავის ფორმას ენერგიის მოხმარების მეშვეობით. მაგრამ აქ არის კრიტიკული წერტილი. დისიპატიური სტრუქტურები არ არის მარადიული. ისინი არსებობენ მხოლოდ იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც არსებობს ენერგიის ნაკადი. როდესაც ნაკადი წყდება, სტრუქტურა იშლება. ალი ქრება, ქარიშხალი ქრება და სიცოცხლე საბოლოოდ ასევე ქრება. ეს არის ბნელი ხედვა, მაგრამ ის არ არის სრული ხედვა, რადგან არსებობს რაღაც, რაც რჩება. არა ფიზიკური სტრუქტურები, ისინი ნამდვილად იშლებიან, არამედ რაღაც სხვა, ნიმუშები, ინფორმაცია, იდეები. როდესაც ალი ქრება, ის ტოვებს ნიმუშს ჰაერში, ნიმუშს, რომელიც გავლენას ახდენს სხვა ალებზე. როდესაც ქარიშხალი ქრება, ის ტოვებს ნიმუშს ოკეანეში, ნიმუშს, რომელიც გავლენას ახდენს სხვა ქარიშხლებზე. და როდესაც სიცოცხლე ქრება, როდესაც ორგანიზმი გვდება, როდესაც სახეობა გაქრება, როდესაც ცივილიზაცია ინადგურება, ის ასევე ტოვებს ნიმუშს. არა ყოველთვის ფიზიკურ ნიმუშს, არამედ ინფორმაციულ ნიმუშს. ნიმუშის, რომელიც გავლენას ახდენს იმაზე, რაც მოდის შემდეგ. ეს არის ის, რასაც ბიოლოგები უწოდებენ ევოლუციას. პროცესი, რომლის მეშვეობითაც ინფორმაცია გადაეცემა თაობიდან თაობაში. არა როგორც ზუსტი ასლი, არამედ როგორც ვარიაცია, როგორც ექსპერიმენტი, როგორც სწავლებება. ყოველი ორგანიზმი, რომელიც ოდესმე ცხოვრობდა, არის ექსპერიმენტი. ექსპერიმენტი იმაში, თუ როგორ იცხოვრო, როგორ გადარჩე, როგორ რეპროდუცირდე. და ყოველი ექსპერიმენტი, წარმატებული თუ წარუმატებელი, ტოვებს ინფორმაციას. ინფორმაციას, რომელიც გავლენას ახდენს მომავალ ექსპერიმენტებზე. ეს არის ის, რასაც ჩვენ უწოდებთ სწავლებას. პროცესი, რომლის მეშვეობითაც სისტემა იცვლება თავისი გამოცდილების საფუძველზე. და სწავლება არ არის უნიკალური ინდივიდებისთვის. ის არის უნივერსალური პრინციპი. პრინციპი, რომელიც მოქმედებს ყველა დონეზე, მოლეკულებზე, უჯრედებზე, ორგანიზმებზე, სახეობებზე, ეკოსისტემებზე, თუნდაც ცივილიზაციებზე. და აქ ჩვენ მივდივართ ერთ-ერთ ყველაზე ღრმა იდეამდე მთელ ამ ძიებაში. იდეამდე, რომ თუ ძველი ცივილიზაციები არსებობდნენ, თუ ისინი აყვავდნენ და გაქრნენ, ისინი დატოვეს რაღაც. არა ქალაქები, არა ტექნოლოგიები, არა თუნდაც გეოლოგიური ხელმოწერები, არამედ რაღაც უფრო ფუნდამენტური. ისინი დატოვეს გაკვეთილი.
გაკვეთილი, რომელიც ჩაწერილია არა ქანებში, არამედ თავად სამყაროს სტრუქტურაში. გაკვეთილი, რომელიც ამბობს: ინტელექტი შეიძლება განვითარდეს. ცივილიზაციები შეიძლება ჩნდებოდნენ, მაგრამ გადარჩენა არ არის გარანტირებული. გადარჩენა მოითხოვს არჩევანს. არჩევანს იცხოვრო მდგრადად, იცხოვრო ჰარმონიაში. იცხოვრო ისე, რომ არ გაანადგურო საკუთარი თავი. ეს გაკვეთილი არ არის წერილობითი. ის არ არის ჩაწერილი ტაბლეტებზე ან წიგნებში. ის არის ჩაწერილი თავად რეალობის ქსოვილში. ჩაწერილი იმ ფაქტში, რომ ცივილიზაციები, რომლებიც არ სწავლობენ, გაქრებიან და რომ მხოლოდ ის ცივილიზაციები, რომლებიც სწავლობენ, გადარჩებიან. მაგრამ აქ არის პარადოქსი. თუ ეს გაკვეთილი არის ჩაწერილი რეალობაში, რატომ ჩვენ არ ვსწავლობთ მას? რატომ ყოველი ცივილიზაცია, თუ ისინი არსებობდნენ, უნდა ისწავლოს იგივე გაკვეთილი ხელახლა? რატომ არ არსებობს გზა გადაცემისა, გზა, რომლითაც ერთი ცივილიზაცია შეიძლება ასწავლოს მეორეს? პასუხი შეიძლება იყოს ის, რომ გადაცემა არ არის შესაძლებელი. რომ ყოველი ცივილიზაცია არის იზოლირებული დროში, იზოლირებული სივრცეში, იზოლირებული თავისი საკუთარი გამოცდილებით, რომ არ არსებობს გზა, რომლითაც ცივილიზაცია, რომელიც არსებობდა 100 მილიონ წლის წინ, შეიძლება დატოვოს შეტყობინება ჩვენთვის. შეტყობინება, რომელიც გადარჩება გეოლოგიური დროის უფსკრულს. ან შესაძლოა პასუხი არის სხვა. შესაძლოა გადაცემა არის შესაძლებელი, მაგრამ არა იმ გზით, რომელსაც ჩვენ ველით. შესაძლოა შეტყობინება არის არა სიტყვებში, არამედ ნიმუშებში. არა ტექსტში, არამედ კონტექსტში. არა ის, რაც ითქვა, არამედ ის, რაც დარჩა. წარმოიდგინეთ, რომ ძველი ცივილიზაცია, რომელიც არსებობდა 50 მილიონი წლის წინ, იცოდა, რომ ისინი გაქრებოდნენ. იცოდა, რომ მათი ქალაქები დაიშლებოდა, მათი ტექნოლოგიები განადგურდებოდა, მათი გეოლოგიური ხელმოწერა გაქრებოდა. მაგრამ ისინი ასევე იცოდნენ, რომ რაღაც დარჩებოდა, არა ფიზიკური არტეფაქტი, არამედ ნიმუში. ნიმუში, რომელიც იქნებოდა ხილული მხოლოდ იმ ცივილიზაციისთვის, რომელიც იქნებოდა საკმარისად განვითარებული მის ნახვისთვის. რა იქნებოდა ეს ნიმუში? ის არ იქნებოდა მონუმენტი, მონუმენტები იშლებიან. ის არ იქნებოდა ტექსტი, ტექსტები იშლებიან. ის იქნებოდა რაღაც უფრო ფუნდამენტური. ის იქნებოდა ნიმუში თავად სიცოცხლეში. ნიმუში, რომელიც ამბობს: ჩვენ აქ ვიყავით, ჩვენ ვცდილობდით, ჩვენ ვისწავლეთ. და ეს არის ის, რაც ჩვენ ვისწავლეთ. ეს ჟღერს როგორც მისტიკა, მაგრამ ეს არ არის მისტიკა. ეს არის ინფორმაციის თეორია. იდეა, რომ ინფორმაცია შეიძლება იყოს ჩაშენებული სისტემებში გზებით, რომლებიც არ არის აშკარა. რომ შეტყობინება შეიძლება იყოს არა ის, რაც ითქვა, არამედ ის, როგორ ითქვა. არა შინაარსი, არამედ სტრუქტურა. და აქ ჩვენ მივდივართ ყველაზე სპეკულაციურ ტერიტორიაზე მთელ ამ ძიებაში. ტერიტორიაზე, სადაც მეცნიერება ხვდება ფილოსოფიას, სადაც ფაქტები ხვდება ვარაუდებს, სადაც ცოდნა ხვდება საიდუმლოებას. ტერიტორიაზე, სადაც ჩვენ უნდა ვაღიაროთ არა მხოლოდ ის, რასაც ვიცით, არამედ ასევე ის, რასაც არ ვიცით. და აქ არის სიმართლე, რომელიც უნდა ითქვას ხმამაღლა, მკაფიოდ, ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე. ჩვენ არ ვიცით იყვნენ თუ არა ძველი ცივილიზაციები დედამიწაზე. ჩვენ არ ვიცით რამდენჯერ განვითარდა ინტელექტი ამ პლანეტაზე. ჩვენ არ ვიცით ვართ თუ არა ჩვენ პირველები, ბოლოები, თუ ერთ-ერთები მრავალთაგან. ეს არ არის თავმდაბლობა. ეს არის სამეცნიერო სიმართლე. და ეს სიმართლე არის უფრო ღრმა, ვიდრე უბრალოდ ცოდნის ნაკლებობა. ის არის სტრუქტურული უცოდინრობა. უცოდინრობა, რომელიც ჩაშენებულია თავად ჩვენს მეთოდებში, ჩვენს ინსტრუმენტებში, ჩვენს გზაში ფიქრისა. აიგეთ გეოლოგიური ჩანაწერი. ჩვენ ვიცით, რომ ის არის არასრული. ჩვენ ვიცით, რომ ის ინახავს დაახლოებით 1% დედამიწის ზედაპირიდან ნებისმიერ მოცემულ დროში. მაგრამ რას ნიშნავს ეს პრაქტიკულად? ეს ნიშნავს, რომ 99% დედამიწის ისტორიისა, 99% ყველაფრისა, რაც ოდესმე მოხდა ამ პლანეტაზე, არ არის წარმოდგენილი ჩვენს ჩანაწერში. ის უბრალოდ გაქრა. და ეს 1%, რომელიც დარჩა, არ არის შემთხვევითი ნიმუში. ის არის მიკერძოებული ნიმუში. მიკერძოებული იმ რეგიონებისკენ, რომლებიც იყო გეოლოგიურად სტაბილური. მიკერძოებული იმ პერიოდებისკენ, რომლებიც იყო გეოლოგიურად აქტიური. მიკერძოებული იმ მოვლენებისკენ, რომლებიც დატოვეს ძლიერი სიგნალი. ეს ნიშნავს, რომ არსებობს მთელი კატეგორიები მოვლენებისა. მოვლენები, რომლებიც მოხდა, რომლებიც იყო მნიშვნელოვანი, რომლებიც შეიძლება შეცვალა პლანეტის ისტორია, რომლებიც უბრალოდ არ არის წარმოდგენილი ჩვენს ჩანაწერში. და ჩვენ არ ვიცით რა იყო ეს მოვლენები. ჩვენ არ ვიცით რა დაკარგეს. ჩვენ არ ვიცით რა შეიძლება იყოს დამალული იმ ცარიელ ადგილებში. ან აიღეთ ჩვენი ძიების მეთოდები. ბის მეთოდები. ჩვენ ვეძებთ გარკვეულ სიგნალებს, ნახშირბადის იზოტოპურ ანომალიებს, პლასტიკის მიკრონაწილაკებს, რადიოაქტიურ იზოტოპებს.
მაგრამ ეს სიგნალები არის დაფუძნებული ჩვენს საკუთარ ცივილიზაციაზე, იმაზე, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, რასაც ჩვენ ვიყენებთ, რასაც ჩვენ ვტოვებთ. რა მოხდება თუ ძველი ცივილიზაცია იყო განსხვავებული? რა მოხდება თუ ისინი არ წვავდნენ ნახშირბათს? რა მოხდება თუ ისინი არ იყენებდნენ პლასტიკს? რა მოხდება თუ ისინი არ ტოვებდნენ იმ სიგნალებს, რომლებსაც ჩვენ ვეძებთ? მაშინ ჩვენ ვერასოდეს ვიპოვით მათ. არა იმიტომ, რომ ისინი არ არსებობდნენ, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ვეძებთ არასწორ რამეს. ჩვენ ვეძებთ ჩვენ საკუთარ ასახვას, ცივილიზაციას, რომელიც არის მსგავსი ჩვენისა. მაგრამ რა მოხდება თუ ძველი ცივილიზაციები არ იყვნენ მსგავსი ჩვენისა? რა მოხდება თუ ისინი იყვნენ რაღაც სრულიად განსხვავებული? ეს არის ის, რასაც ფილოსოფოსები უწოდებენ ანთროპოცენტრულ მიკერძოებას. ტენდენცია ვიფიქროთ, რომ ჩვენი გზა არის ერთადერთი გზა, რომ ჩვენი ტექნოლოგია არის ერთადერთი ტექნოლოგია, რომ ჩვენი ცივილიზაცია არის ერთადერთი ცივილიზაცია. მაგრამ ეს არის ილუზია. ილუზია, რომელიც შექმნილია ჩვენი შეზღუდული გამოცდილებით. რადგან სიმართლე არის ის, რომ ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი მაგალითი ცივილიზაციისა, ჩვენი საკუთარი. და ერთი მაგალითი არ არის საკმარისი იმის გასაგებად, თუ რა არის შესაძლებელი. ის არის საკმარისი მხოლოდ იმის გასაგებად, თუ რა არის ერთი შესაძლებლობა. მაგრამ შესაძლებლობების სივრცე ყველა შესაძლო ცივილიზაციისა, ყველა შესაძლო ტექნოლოგიისა, ყველა შესაძლო გზისა, ინტელექტის განვითარებისა, არის უზარმაზარი. და ჩვენ ვიცით მხოლოდ ერთი წერტილი ამ სივრცეში. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არაფერი ვიცით. ჩვენ ბევრი რამ ვიცით. ჩვენ ვიცით, რომ ინტელექტი შეიძლება განვითარდეს. ჩვენ ვიცით, რომ ცივილიზაციები შეიძლება ჩნდებოდნენ. ჩვენ ვიცით, რომ ტექნოლოგია შეიძლება იყოს ძლიერი. მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რამდენად საერთოა ეს. ჩვენ არ ვიცით, რამდენად მდგრადია ეს. ჩვენ არ ვიცით, რა არის საბოლოო ბედი ცივილიზაციებისა. და ეს უცოდინდრობა არ არის დროებითი. ის არ არის რაღაც, რაც გაქრება, როდესაც ჩვენ შევისწავლით მეც. ის არის ფუნდამენტური შეზღუდვა, რომელიც მოდის თავად ჩვენი სიტუაციიდან. ჩვენ ვართ ერთი ცივილიზაცია, ერთ პლანეტაზე, ერთ მომენტში დროში. და ამ პოზიციიდან ჩვენ ვერასოდეს ვიცოდით დარწმუნებით, რა მოხდა ადრე, ან რა მოხდება შემდეგ. მაგრამ აქ არის საინტერესო. ეს უცოდინდრობა არ არის სისუსტე, ის არის ძალა. რადგან ის გვაიჯულებს იყოთ თავდაბლები, ის გვაიჯულებს იყოთ ღია. ის გვაიძულებს აღვიაროთ, რომ სამყარო არის უფრო დიდი, უფრო რთული, უფრო საიდუმლო, ვიდრე ჩვენ ოდესმე წარმოვიდგენდით. და ამ თავდაბლობაში, ამ აღიარებაში ჩვენი საკუთარი შეზღუდვებისა არის რაღაც ლამაზი. რადგან ის ნიშნავს, რომ ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს რაღაც სასწავლი, რომ სამყარო ჯერ კიდევ შეიცავს საიდუმლოებებს, რომ არსებობს კითხვები, რომლებზეც ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს პასუხები. და შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც დგას ყველა სხვა კითხვის ცენტრში, არის არა იყვნენ თუ არა ძველი ცივილიზაციები, არამედ რატომ გვაინტერესებს. რატომ ჩვენ ხარჯავთ დროს, ენერგიას, რესურსებს, ძიებაზე რაღაცისა, რაც შეიძლება არ არსებობდეს? რატომ ჩვენ ვაკეთებთ ამ კითხვებს? პასუხი ვფიქრობ არის ის, რომ ეს კითხვები არ ეხება მხოლოდ წარსულს, ისინი ეხება მომავალს. ისინი ეხება იმას, თუ ვინ ვართ ჩვენ და სად მივდივართ. რადგან თუ ძველი ცივილიზაციები არსებობდნენ და გაქრნენ, ეს გვეუბნება რაღაცას ჩვენს საკუთარ მომავალზე. ეს გვეუბნება, რომ ცივილიზაციები არ არის მარადიული, რომ ისინი შეიძლება გაქრნენ, რომ ჩვენ შეგვიძლია გავქრეთ. მაგრამ ეს ასევე გვეუბნება რაღაც სხვას, რომ თუ ძველი ცივილიზაციები არსებობდნენ და გაქრნენ, მაშინ შესაძლოა ახალი ცივილიზაციები ჩნდებოდნენ, რომ სიცოცხლე გრძელდება, რომ ინტელექტი გრძელდება, რომ თუნდაც თუნდაც ჩვენ გავქრეთ, რაღაც სხვა მოვა ჩვენს შემდეგ. და ამ ხედვაში, ამ გრძელვადიან კოსმიურ ხედვაში, ჩვენი საკუთარი ცივილიზაცია ხდება არა ცენტრი სამყაროსი, არამედ ნაწილი უფრო დიდი ნიმუშისა. ნიმუშისა, რომელიც მეორდება მილიონობით წლის განმავლობაში. ნიმუშისა, რომელიც არის ერთდროულად ტრაგიკული და იმედისმომცემი. ინტელექტის აყვავება, მისი ბრწყინვალება, მისი ბრძოლა და შემდეგ არჩევანი. და ახლა ამ ყველაფრის შემდეგ დაუბრუნდეთ იქ, სადაც დავიწყეთ. დაუბრუნდეთ იმ მომენტს, როდესაც თქვენ კითხულობთ ამ სიტყვებს. დაუბრუნდეთ იმ ქვას, რომელიც იმალება თქვენი ქალაქის ქვეშ, 2 კილომეტრის სიღრმეზე. ქვას, რომელიც წარმოიქმნა 40 მილიონი წლის წინ და ინახავს სრულყოფილ დუმილს. მაგრამ ეხლა ამ ყველაფრის შემდეგ ეს დუმილი ჟღერს განსხვავებულად. ის აღარ არის უბრალოდ ცარიელი სივრცე. ის არის სივრცე, რომელიც სავსეა შესაძლებლობებით. შესაძლებლობით, რომ ამ ქვაში, ან ქვებში მსგავსი მისი, იმალება ისტორიები. ისტორიები ცივილიზაციებისა, რომლებიც აყვავდნენ და გაქრნენ. ისტორიები ინტელექტებისა, რომლებიც ცდილობდნენ და ისწავლეს.
ისტორიები არჩევანებისა, რომლებიც გაკეთდა და შედეგებისა, რომლებიც მოჰყვა. ჩვენ არ ვიცით, არის თუ არა ეს ისტორიები რეალური. ჩვენ არ ვიცით, იყვნენ თუ არა ძველი ცივილიზაციები. მაგრამ ჩვენ ვიცით ეს. შესაძლებლობა არსებობს. და ეს შესაძლებლობა, ეს მცირე, მაგრამ არანულოვანი შანსი, ცulis ყველაფერს. ის ცulis იმას, თუ როგორ უყურებთ ჩვენს პლანეტას. აღარ როგორც უბრალოდ ქვას, რომელიც ტრიალებს კოსმოსში, არამედ როგორც სცენას, რომელზეც შეიძლება ითამაშა მრავალი დრამა. დრამა სიცოცხლისა, ინტელექტისა, ცივილიზაციისა. დრამა, რომელიც შეიძლება ითამაშა ერთხელ, ან 10-ჯერ, ან 100-ჯერ. ის ცulis იმას, თუ როგორ ვუყურებთ ჩვენ საკუთარ ცივილიზაციას. აღარ როგორც უნიკალურ, შეუცვლელ ცენტრალურ მოვლენას, არამედ როგორც ერთ მაგალითს, ერთ იტერაციას, უფრო დიდი ნიმუშისა. ნიმუშისა, რომელიც შეიძლება მეორდებოდეს, ნიმუშისა, რომელიც შეიძლება ისწავლოს. და ის ცulis იმას, თუ როგორ ვუყურებთ ჩვენს მომავალს. აღარ როგორც გარდაუვალს, არამედ როგორც ღიას. აღარ როგორც წინასწარ განსაზღვრულს, არამედ როგორც არჩევანს. არჩევანს, რომელიც დამოკიდებულია იმაზე, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ახლა, ამ მომენტში, ამ თაობაში. რადგან ჩვენ ვართ, ახლა, ამ წამში, ცივილიზაცია, რომელიც წერს თავის ისტორიას. ისტორიას, რომელიც ჩაიწერება გეოლოგიურ ჩანაწერში. ისტორიას, რომელიც შეიძლება იპოვონ, ან არ იპოვონ, მომავალი გეოლოგები 100 მილიონ წლის შემდეგ. და კითხვა არის, რა ისტორიას ვწერთ? ისტორიას ცივილიზაციისა, რომელმაც ვერ ისწავლა. თუ ისტორიას ცივილიზაციისა, რომელმაც ისწავლა. ეს არჩევანი არ არის აბსტრაქტული. ის არის კონკრეტული. ის ხდება ახლა, ყოველ დღე, ყოველ საათში, ყოველ გადაწყვეტილებაში, რომელსაც ჩვენ ვიღებთ როგორც სახეობა. გადაწყვეტილებაში წვა ნახშირბადისა, ან გადასვლა განახლებად ენერგიაზე. გადაწყვეტილებაში მოხმარება რესურსებისა, ან ცხოვრება მდგრადად. გადაწყვეტილებაში ზრდა უსასრულოდ, ან პოვნა ბალანსისა. და აქ არის ის, რაც ხდის სილურიულ ჰიპოთეზას არა მხოლოდ სამეცნიერო კითხვას, არამედ ეგზისტენციურ გაგამოწვევას. რადგან ის გვეკითხება, თქვენ ვინ ხართ? თქვენ რა გინდათ იყოთ? თქვენ რას დატოვებთ უკან? და ეს კითხვები, ეს უბრალო ფუნდამენტური კითხვები, არის ის, რაც აკავშირებს ჩვენ ყველა იმ ცივილიზაციასთან, რომელიც შეიძლება იყო ჩვენამდე. რადგან ისინიც, თუ ისინი არსებობდნენ, უნდა დაესვათ საკუთარ თავს იგივე კითხვები. ისინიც უნდა აწყდნენ იგივე არჩევანს. ისინიც უნდა გადაეწყვიდათ, ზრდა თუ მდგრადობა, ინტენსივობა თუ ჰარმონია, მოკლევადიანი ბრწყინვალება თუ გრძელვადიანი გადარჩენა. და ჩვენ არ ვიცით რა აირჩიეს. ჩვენ არ ვიცით გადარჩნენ თუ არა. მაგრამ ჩვენ ვიცით ეს. ჩვენ ახლა ვაწყდებით იმავე არჩევანს. და ჩვენი პასუხი, ჩვენი არჩევანი, განსაზღვრავს არა მხოლოდ ჩვენს მომავალს, არამედ ასევე იმას, თუ რას ვტოვებთ მომავალი თაობებისთვის. ვტოვებთ თუ არა გაფრთხილებას. კიდევ ერთ თხელ ფენას გეოლოგიურ ჩანაწერში, რომელიც ამბობს, აქ იყო ცივილიზაცია, რომელმაც ვერ ისწავლა. თუ ვტოვებთ იმედს, მაგალითს, რომელიც ამბობს, აქ იყო ცივილიზაცია, რომელმაც ისწავლა, შეიცვალა, გადარჩა. და ახლა ბოლოს დაუბრუნდეთ იმ ყველაზე ფუნდამენტურ კითხვას. კითხვას, რომელიც დგას ყველა სხვა კითხვის ცენტრში. რას ნიშნავს იყო ადამიანი ამ უზარმაზარ, ძველ, საიდუმლო სამყაროში? ეს კითხვა არ არის ახალი. ის ისეთივე ძველია, როგორც თავად ფილოსოფია. მაგრამ სილურიული ჰიპოთეზა აძლევს მას ახალ კონტექსტს. კონტექსტს, რომელიც არის ერთდროულად დამამცირებელი და გამაძლიერებელი. დამამცირებელი, რადგან ის გვეუბნება, თქვენ შეიძლება არ იყოთ უნიკალურები, თქვენ შეიძლება არ იყოთ პირველები, თქვენ შეიძლება ითქხოლა იყოთ მხოლოდ ერთი მრავალთაგან. ცივილიზაცია, რომელიც აყვავდა და შეიძლება გაქრეს ამ პლანეტაზე. მაგრამ ასევე გამაძლიერებელი, რადგან ის გვეუბნება, თქვენ ხართ ნაწილი რაღაცისა უფრო დიდისა, ნაწილი ნიმუშისა, რომელიც მეორდება დროში, ნაწილი პილი პროცესისა, რომლის მეშვეობითაც სამყარო სწავლობს საკუთარ თავს, სწავლობს ინტელექტის მეშვეობით, სწავლობს ცივილიზაციების მეშვეობით, სწავლობს თქვენი მეშვეობით. და ამ პროცესში, ამ გრძელ, ნელ, კოსმიურ პროცესში, თქვენი როლი არ არის მცირე. თქვენი როლი არის კრიტიკული. მამენი როლი არის კრიტიკული, რადგან თქვენ ხართ ის, ვინც აკეთებს არჩევანს. თქვენ ხართ ის, ვინც წერს ისტორიას. თქვენ ხართ ის, ვინც განსაზღვრავს გადარჩება თუ არა ეს ცივილიზაცია, ისწავლა თუ არა, დატოვა თუ არა რა რაღაც ღირებული. და შეიძლება, მხოლოდ შეიძლება. თქვენი არჩევანი, თქვენი ისტორია, თქვენი გაკვეთილი იქნება ის, რაც დარჩება. არა ქანებში, ქანები იშლებიან. არა ტექნოლოგიებში,
ტექნოლოგიები იშლებიან. არამედ რაღაც უფრო ღრმაში, ნიმუშში. ნიმუშში, რომელიც ამბობს, აქ იყო ცივილიზაცია, რომელმაც აწყდა არჩევანს და აირჩია სიცოცხლე. აირჩია მდგრადობა, აირჩია მომავალი. ან შეიძლება არა. შეიძლება თქვენი ცივილიზაცია, ჩვენი ცივილიზაცია გაქრება. ისევე როგორც შეიძლება გაქრნენ სხვები ჩვენამდე. შეიძლება ჩვენი ფენა გეოლოგიურ ჩანაწერში იქნება მხოლოდ კიდევ ერთი თხელი ხაზი. ხაზი, რომელიც ამბობს, აქ იყო რაღაც და შემდეგ აღარ იყო. მაგრამ თუნდაც ასე იყოს, თუნდაც ჩვენ გავქრეთ, ჩვენი არსებობა არ იქნება უაზრო, რადგან ჩვენ ვიქნებით ნაწილი ნიმუშისა, ნაწილი პროცესისა, ნაწილი იმისა, რასაც სამყარო აკეთებს. ქმნის ინტელექტს, ქმნის ცივილიზაციებს, ქმნის შესაძლებლობას სწავლებისა და შეიძლება, მხოლოდ შეიძლება, ვიღაც სხვა მოვა ჩვენ შემდეგ. ვიღაც ვინც იპოვის ჩვენს ფენას, ვიღაც ვინც იკითხავს, ვინ იყვნენ ისინი, რა მოხდა მათთან, რა შეგვიძლია ვისწავლოთ მათგან. და შეიძლება, მხოლოდ შეიძლება, ისინი ისწავლიან. ისწავლიან ჩვენი შეცდომებიდან, ისწავლიან ჩვენი წარმატებებიდან. ისწავლიან იმისგან, რაც ჩვენ ვიყავით და რაც ჩვენ ვცადეთ იყოთ. და ამ გზით, ამ გრძელ, არაპირდაპირ კოსმიურ გზით, ჩვენი ისტორია გაგრძელდება. არა როგორც ფიზიკური არტეფაქტი, არამედ როგორც ინფორმაცია, როგორც გაკვეთილი, როგორც ნაწილი იმ უზარმაზარი მილიარდობით წლის პროცესისა, რომლის მეშვეობითაც სამყარო სწავლობს როგორ შექმნას სიცოცხლე, როგორ შექმნას ინტელექტი, როგორ შექმნას ცივილიზაციები, რომლებიც გადარჩებიან. და ეს გრძელვადიანი კოსმიური ხედვა არის შეიძლება ყველაზე ლამაზი აზრი, რომელიც მოდის სილურიული ჰიპოთეზიდან. არა იდეა, რომ ჩვენ ვართ უნიკალურები, არა იდეა, რომ ჩვენ ვართ ცენტრი, არამედ იდეა, რომ ჩვენ ვართ ნაწილი. ნაწილი რაღაცისა უფრო დიდისა, რაღაცისა, რაც იყო ჩვენამდე და იქნება ჩვენ შემდეგ. რაღაცისა, რაც არის ერთდროულად წარმავალი და მარადიული, რადგან ცივილიზაციები გაქრებიან, მაგრამ ინტელექტი გრძელდება, სიცოცხლე გრძელდება, სამყარო გრძელდება, სწავლობს, ცდილობს, ექსპერიმენტირებს, ეძებს გზებს არსებობისა, გზებს გადარჩენისა, გზებს იმისა, რომ შექმნას რაღაც, რაც გრძელდება. და ჩვენ ადამიანები, ამ პატარა ლურჯ პლანეტაზე, ამ მომენტში, დროში, ვართ ნაწილი ამ ძიებისა. არა დასასრული, არა პასუხი, არამედ ნაწილი კითხვისა, რომელიც გრძელდება მილიონობით წლის განმავლობაში, მილიარდობით პლანეტაზე, უსასრულო ვარიაციებით. და შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ, ყველაზე ღრმა კვალი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია დავტოვოთ, არის არა ჩვენი ქალაქები ან ჩვენი ტექნოლოგიები, არამედ ჩვენი კითხვები. ჩვენი ცნობის მოყვარეობა, ჩვენი სურვილი გავიგოთ, ჩვენი სურვილი ვიცოდეთ, ვიყავით თუ არა ჩვენ პირველები, ვართ თუ არა ჩვენ მარტოები. და მოხდება შემდეგ. რადგან ეს კითხვები, ეს უბრალო მარადიული კითხვები, არის ის, რაც ხდის ჩვენ ადამიანებს. არა ჩვენი ტექნოლოგია, არა ჩვენი ქალაქები, არამედ ჩვენი უნარი ვიკითხოთ, ჩვენი უნარი ვიფიქროთ, ჩვენი უნარი ვიხედოთ ცაში, ან ქვეშ, ქანებში და ვიკითხოთ. რა არის იქ? რა იყო აქ? რა იქნება? და ამ კითხვებში, ამ უსასრულო მარადიულ კითხვებში, იმალება ჩვენი ნამდვილი მემკვიდრეობა. არა პასუხები, არამედ კითხვები. კითხვები, რომლებიც გაგრძელდება ჩვენს შემდეგ. კითხვები, რომლებსაც დაუსვამს მომავალი ცივილიზაციები, თუ ისინი მოვლენ. კითხვები, რომლებიც არის თავად ინტელექტის არსი. და შეიძლება, მხოლოდ შეიძლება, ეს კითხვები არის ის, რაც ნამდვილად რჩება. არა ქანებში, არა ტექნოლოგიებში, არამედ თავად სამყაროს სტრუქტურაში, რომელიც ქმნის ინტელექტს, რომელიც ქმნის ცნობის მოყვარეობას, რომელიც ქმნის სურვილს ცოდვისა. და ამ გზით, ამ ღრმა, საიდუმლო გზით, ჩვენ ყველა ცივილიზაცია, რომელიც ოდესმე იყო ან იქნება, ვართ დაკავშირებული. არა ფიზიკურად, არამედ ფილოსოფიურად. ჩვენ ყველანი ვაკეთებთ იმავე კითხვებს, ჩვენ ყველანი ვეძებთ იმავე პასუხებს. ჩვენ ყველანი ვცდილობთ გავიგოთ, ვინ ვართ, სად ვართ, რატო ვართ. და შეიძლება, მხოლოდ შეიძლება, ეს კითხვები არის უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე პასუხები, რადგან პასუხები ხურავს, მაგრამ კითხვები ხსნის. პასუხები ანთავრებს, მაგრამ კითხვები აგრძელებს. პასუხები არის დასასრული, მაგრამ კითხვები არის დასაწყისი. და ჩვენ, ახლა, ამ მომენტში, ვდგავართ დასაწყისში, არა დასასრულში. დასაწყისში ახალი ძიებისა, ახალი გაგებისა, ახალი გზისა ფიქრისა იმაზე, თუ ვინ ვართ ჩვენ და სად ვართ ჩვენ ამ უზარმაზარ, ძველ
საიდუმლო სამყაროში. და შეიძლება, მხოლოდ შეიძლება, ეს დასაწყისი არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ. არა იმიტომ, რომ ის იძლევა პასუხებს, არამედ იმიტომ, რომ ის ატენებს კითხვებს. კითხვებს, რომლებიც გაგრძელდება. კითხვებს, რომლებიც გვაიძულებს ვიფიქროთ. კითხვებს, რომლებიც გვაიძულებს ვიყოთ ადამიანები, ცნობის მოყვარე, ღია, მზად ვისწავლოთ. და ამ სულის კვეთებით ცნობის მოყვარეობისა, ღიაობისა, სწავლებისა, ჩვენ შეიძლება იპოვოთ არა მხოლოდ პასუხები ჩვენს კითხვებზე, არამედ ასევე გზა წინ. გზა, რომელიც მიგვიყვანს არა თვითგანადგურებისკენ, არამედ გადარჩენისკენ. არა კოლაფსისკენ, არამედ ჰარმონიისკენ. არა დასასრულისკენ, არამედ გაგრძელებისკენ. და შეიძლება, მხოლოდ შეიძლება, ეს გზა არის ის, რაც ნამდვილად რჩება. არა როგორც ფიზიკური კვალი, არამედ როგორც მაგალითი, როგორც იმედი, როგორც შეტყობინება მომავალი თაობებისთვის. თაობები, რომლებიც მოვლენ ჩვენ შემდეგ, ამ პლანეტაზე ან სხვა პლანეტებზე. შეტყობინება, რომელიც ამბობს, ჩვენ აქ ვიყავით, ჩვენ ვიკითხეთ, ჩვენ ვეძებდით, ჩვენ ვცდილობდით და ჩვენ ვისწავლეთ. ან მაინც ვცადეთ ვესწავლა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის იყო პირველი. ყველაზე მნიშვნელოვანი არის იყო ნაწილი რაღაცისა, რაც გრძელდება.